გუნდში არის დღეს ძალიან არის ხასიათზე და არ მივცემ მაგის საშუალებას ნახე. მასალა მოვიდი. ყაზარო დავანებე ტავი. გაუმარჯოს მაყურებელს დაბრუნდა მისაყოლებელი პოდკასტი ეთერში ვართ 1-2 და რო გავიგე ვინ იქნებოდა დღევანდელი სტუმარი სპეციალურად დავიკელი 10 კილო. ჩვენი სტუმარია სოფო ბათილაშვილი. გამარჯობა. გაუმარჯოს მაყურებელს. მოიცა რო გაიგე ვინ არჩევს? ვინ არჩევს სტუმარს? ლალი პროდიუსერი ლალი მოყავს ხოლმე სტუმრები ჩვენთან და აი ესე გადაგვიწყვიტეს. დიდი მადლობა ლალის. არა, ჩვენ იდეა ქონდა შენი მოყვანის სანამ დავიწყებდით პოდკასტს მანამდე. სანამ დავიწყებდით. ხო, არა, კაი ხანი ფიქრობდით, ხო? ზუკის როდის უთხარი? ზუკი, აი, შენ მაინც ხარ მოწმე, ხო? ყველასთან შეიძლება კონტაქტი აქვს. აი ეს პროექტი იყო ბიჭო რაღაცა, ღეროდნენ. ბიჭიერი კი არა და რაღაცა. დაირქვა მაგას, მხოლოდ ქართული. მხოლოდ არა. ხო, მხოლოდ მხოლოდ ქართული. ქართული ერქვა? აი, მერე ქართულად რა თქმა უნდა. მომისმენ სოფო. პირველი და მთავარი კითხვა, უყურებ თუ არა YouTube-ს, ეგ გვაინტერესებს ხალხს. აი ეხლა დავიწყე YouTube-ის ყურება. ხო. ჩემმა მეგობარმა დამაწყებინა. თავისი ვლოგების ყურება დამაწყებინა ჯერ. ვინ არის შენი მეგობარი? ლინაკო. და გადავედი ნელ-ნელა რაღაცეებზე, ეგ კაკოს უყურებ. კიდე? კიდე საეჭვოზე მაქვს რაღაც წარმოდგენა. რაღაც წარმოდგენა. არ არის პრობლემა. მასალაზე წარმოდგენა. რაღაცეებიც ცოტა ნანახი მაქვს. ეხლა აღმოვაჩინეთ თქვენი ამბავი, არ ვიცოდი და თავიდან ბოლომდე ვერ მოვასწარი რამის ნახვა. მაგრამ მოვკარი თვალი რაღაცეებს და ახალი გაწევდა ეს პოდკასტი მე მგონი. ეს კი. ხო, თუ ოქტობუსია. ოქტობუსი გამიგია, თუმცა აი რო გითხრათ რომ ვსხლავ, არ ვსხლავ. ხო და მეც არ ვიცი ლინაკო ვინა. აი, გაბრაზებულზე გუნდიშა. მაგრამ მე უყურებ. მოკლედ ეს აქ იყო ესეთი რაღაცა რომ ლუდს არ დავლევა. ჯერ სანამ მაგაზე გადავალ. ჩვენი წარდგენი არის ლუდისა ჩიფსი და ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და შენ თქვი რომ აი ეს კარი ხელი ბავარიას და არ დავლევ ლუდსო, იმიტომ რომ მე რაღაც საშინელებები შეიძლება მოხდესო და რა ხდება საშინელებები? რო დაგვერიოს ახლა. ვსავ წამლებს. ეს ქალაქში ღამე თუ ვინმე ღერო და რაღაც ხმამაღლა რაღაცებს. ხო და ვსავ წამლებს და ეს წამლები მოკლედ უნდა გავმაზო რომ იმ დღეს რომ თუ ვიცი რომ ვაპირებ დალევას უნდა გავმაზო ეს წამლები. ამ წამლებს რომ მაზა მე მეორე დღეს ძალიან ცუდად ვარ. ბოლოს როდის დალია წამალი. ეს დიდ. ნუ ცოტა პატიოსნოდ ველოდებოდი 1-2 თვის უკან გავდავლიები. რამე კაი წამალია, რამე ისეთია რომ ანტიდეპრესანტები, ფსიქოტროპები, ლითიუმი და ასე შემდეგ და ვა. კი. სახალისო წამლები ყოფილი. სუგასართობები. პერიოდი ვერთობოდი მაგ წამლებით და სულ თავიდან. და მქონდა რაღაც მომენტებში რომ დამინიშნავდნენ მეოთხეც, ეგ არ გაიმეოროთ, მაგრამ სვავდი ხოლმე ცოტა მეც და მე მივხვდი რომ ეგრე არ შეიძლება და დავუბრუნდი ისევ თავის დოზას და ვაკონტროლებ და ძალიან სასიამოვნო. ცოტნე წავს ანტიდეპრესანტს. რომელსაც ქვია ლუდი ბავარია. ლუდი ზოგადად. მე ეგრე დავარქმევდი. გუშინ 10 კილო დაიკელი შეჩება ვინც რა ქვია ისე შემოხვედი. გუშინ მართლა დაიკელი. არა, დაკლები დავიკელი სიცხის გამო მოდი ვაღიაროთ რომ საშინელება ხდება თბილისში. შენ როგორ გადაგაქვს ეს სიცხეები? ანტიდეპრესანტები. როგორ გადაგაქვს სიცხეები? აუ სანამ ახლა აქამდე მოვედი. სულად გადამაგ ძალიან. ვერ ვიტან. სულად ვტები. ეს მეოთხედი რომ დალიოს, ნახევარსოვს ხოლმე და მე უკვე სიცხეც აღარ გვაწყვეტს. მე მედიკას სულ ერთი. მივდივართ მედრიერად. გუნდიში. ბატონო. რაიმე კითხვა ხო არ გაქვს სოფოსთან? ისეთი ნახე, რა ჭირს ამას? გაქვს 1-2 ტაბლეტი ჩანტაში? მოსახოდები მაქვს და დეპრესიაში. მოსახოდები? გუნდიში რა ჭირს? ცხელა? არ მაგრა ცხელაჩი. ეს მართლა შეჭრო როგორ კიდე გახვიდე ცოტა კანი და მე შემოხვიდე. არა, მართლა მაგრა ცხელაჩი. გათიშულია დი. გზაში იმენა დავიწვია ასე ვიყო. კაროჩი თელი ის მე გადავებოდა როგორი უხარო და ისი ბედნიერი იყო შენ რომ მოდიოდი სტუმრად და აგიხსნი რატომაც სულ მე გადავება იმაზე რომ სოფო გიყვარსო. მართლა. არ ვიღადავები. ხო და მეთქი ეხლა ამას ვერ გავაჩერებ. თქო და ხმა ვერ ამოვაღებინე მიკროფონზე ჩაეზინა და. იდოქში რამდენი? რა თქმა უნდა. კაროჩი ყველაფერი დაიწყო რითი. მივდივართ ძმაკაცთან და მეთქი შენი ისინი იყო გაგრას მოდაში. მოდაში კი არა და ხო ეგ პერიოდი იყო ეგ გადაცემა რომ კეთდებოდა და ანუ ძველი სოფო გიყვარს. 2018-ის სოფო გიყვარს. ხო, ნუ
მოკლედ რითი დაიწყო ანტიდეპრესანტებამდე. და მეთქი აგერ ნახეთ რა კარგად ღერის მეთქი რაღაცე რა კაი სიმღერები რაღაცეები თქო და ნუ აი ეს ხო იცი მეტი რა უნდა და შეჩემე კაი სიმღერა არის და მოусმინე ერთხელ მესმის, მაგრამ დღეში 50 ჯერ და ყოველ დღე არ გამიგე. ძალიან მომწონდა. ძალიან მომწონდა ეს სიმღერა. მე პირად ვიცი უკვე. დაჟე ის მომენტიც ვიცი სიმღერა რო გავიწყდე, მაგრამ ტექსტი რო არის, მან დრას ღიღინებ, ეგეც ვიცოდი. ან მეც ეგრე ვიყავი უკვე აღარ მქონდა ატანა, იმდენად ყველგან ეგ მესმოდა რომ. არა, ძალიან მუსიკა. მომისმენ, მან რა მაინტერესებს თუ იცი, ანუ რატო გადაწყვიტე აი კონკრეტულად მაგ ქართულები? ხო, ხო. ეგ იყო 2018 წელი. და მე რო გავიდე არ შეიძლება მარტო დავტოვებ. საერთოდ მე მაგ პერიოდში და იქამდე ქართულებს არ ვღეროდი საერთოდ. და გაიჩნდა ეს კონკურსი. ხო. და ჩემ ვოკალის მასწავლებელმა იმ დროინდელმა მითხრა რომ მიდი. ეგ ხო პირველი წელი იყო ეგრე რო რა მიდი შენ, მიდი. მიდიო. რამდენი სიყავი მან რომ მიხვდა? 18 სიყავი? კი, მეთქი ქართულად არ ვმღერი. ის ცოტა მიკროფონი. ხო და არა გავუსწრებ მიკროფონთან ბავშვთა. ესე კაია. კი. ხო. ხო და მოკლედ დამაინტერესა რა თან ბენდთან სიმღერა მიდოდა ძალიან. ძალიან მაინტერესებდა ცოცხლად შესრულება ბენდთან ერთად როგორი იყო. და გაეცრო ეგ შესაძლებლობა და მიხვედი. კი, რა აი ექსპერიმენტ ჩავატარებ რომ ქართულად არ ვმღერი და დავაი აბა თუ შემილია რა. რაღაც ეგპონტი იყო. დარწმუნებული იყავი რომ შეგიძლია. მანამდე შეგეძლო ხო? ჯეოსტარზე მოხდელიყავი რასაც გინდოდა იმას იმღერებდი ხო? არა მგონია მანდ ახლა მაგის თავისუფლება ქონოდა ადამიანს რასაც გინდა. არა ზოგადად მაგეთ გადაწყვეტა. ხო არა ეგ თავისუფლება არა, მაგრამ ინგლისურადაც ვღერი, ქართულადაც ვღერი, რაინ რა სხვა ჟანრებს ვღერი. ყველას უწევს თავიდან რა სიმღერითაც მიდიოდნენ პირველ ვაფშე შესარჩევზე რასაც ვღეროდნენ. მე იმას ვღეროდნენ ხოლმე უეჭველი იქ რა ყველას უწევდა რაღაც და იმით მიდიხარ რაც გევასება თან და უეჭველი მაგეებს ვღერია ძირითადად რა. თან ისინი გიჟები ხო არიან რაღაც ისეთი გამღერონ რაც არ გამოგდის. მე მაინტერესებს ხო და ანუ მანდ იყო სიმღერები რომელზეც აი გითხრეს რომ ეს სიმღერაო და შენ რაღაცა ის ქონდა რომ აი ეს ტექსტი რო დაავიწყდა ეგ არ უყვარს დარწმუნებული. ძირითადად სულ პროტესტი მქონდა ხოლმე რომ არ მინდა, მაგრამ ყველაზე მეტ ნახვას ეგ სიმღერები წერდა ხოლმე მე. ვა ანუ მაინც ისოდნენ რასაც აკეთებ. მოიგე ხო? კი, კი. კონდ ჟარქს ხვენია ეხლა რაღაცა. ერთი ორი წაიკითხე სტუმრის შესაძლებლობა. აი მე ვიცი, მაგრამ ეხლა შენ რა გჭირს? ის რა ქვია? კონკურსი მაინტერესებს მაჩუკესმა. ხო, რა მოდი. 50 ლარიანი ვაუჩერი შეგვდა რა. ხო, 50 ლარიანი. მართლა ძალიან კაი საჩუქრები იყო. გელაშამ ხო? გელაშამ მოგებისას 50 ლარიანი ვაუჩერი მისცეს. ანუ არა, კაი პრეზებიც მისცეს ბინა და რაღაცეები, მაგრამ ნუ ერთი იყო 50 ლარიანი ვაუჩერი. ხო არა, მე მაჩუკეს რაც ყველაზე გამარჯვებაზე მეტად რაც გამიხარდა იყო ბერკლის ზაფხულის სკოლა დამიფინანსეს ამერიკაში. ვაუ. ვისი? ბერკლი ქვია კოლეჯს. და მანდ ვიყავი 5 კვირა. ჯეიმს ბერკლი ხო? არის შენი? აუ ეს ხმამაღლა და უცბდალია რა 1-2 ბაკალი იქნებ რაღაც გეშველოც გაგიჟებულია ხო მომისმენ მე ის მაინტერესებს გული მწყდებოდა მე რომ და ბევრზე მწყდება ეგრე გული ვინც არიან გამარჯვებულები ძირითადად სიმღერის კონკურსების ქრებიან ხოლმე მე ხშირ შემთხვევაში და რითი არის ეგ გამოწვეული რა უნდა აკეთო სად უნდა აკეთო არაფერი არ არის საქართველოში მაგრამ არ ვიცი რამდენად ისიც ბოლო 3 წელია მე მგონი ვაკეთებ ჩემ მუსიკას უკვე და ყავს ბენდი და ჩვენი ვცდილობთ რომ რაღაცები გავაკეთოთ რაღაც ვიდეოები გადავიღოთ კონცერტებზე დავუკრათ ლაივები რა ვცდილობთ ძალიან და ეგ არის რითიც ვარ დაკავებული ეხა ხო არა TikTok-ზე შეხვედრია 1-2 მომენტი მაგრამ ანუ პოპულარიზაცია არ ხდება მაგის და ხო აი ძალიან რთულია რომ სადმე რაღაც როგორ საიდანაც ჩამოვარდი მოკლედ რომ გითხრა და პირდაპირ ისევ იქ ასულა ძალიან რთულია იმიტომ რომ ხალხის დიდ ნაწილსაც არ ევასება სავარაუდოდ ეგ მუსიკა რომელსაც ეხა ვაკეთებ რა დარწმუნებული ვარ რომ როკი არის ხო? ძიმე. როკი არის საკმაოდ ხმაურიანი. ჩემიანი ყოფილობ. კი, მოგასმენინებ. ცოტა კალაფურები უფრო რა. ეგეც გვაქვს წარსულ სოფოში. სოფო და ბენდი. სოფო. სოფო ქვია? სწორედ გამომიცემ. ბენდი ვერ გამოვიცანი. და პრობლემა რეალური ის არის. არასწორი პროექტი შეარჩია ჩემი აზრით. აბა. აი მხოლოდ ქართულად ნიჭიერში უნდა გასულიყო და ლაშასავით ყოველ წელს ივლიდი მერე და სულ იქნებოდი ხოლმე ტელევიზიაში რაღაც გამოხვიდოდი ხოლმე. მხოლოდ ქართული მორჩა იგრევის. ხო და YouTube პლატფორმის გამოყენებაზე ხო არ გიცდი, გამოყენება ხო არ გიცდია პოპულარიზაციისთვის. შეხება არის ის რომ ვიდეოებს ვდებ უბრალოდ რა YouTube-ზე. ეგ არის
YouTube-ერობაზე არ მიფიქრე არასდროს, მაგრამ აი ვიდეოებს რა თქმა უნდა YouTube-ზე ვდევთ ხოლმე. იტვირთება, ალბომის ვდევს და აი ყველაფერი რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ვდევთ YouTube-ზე. ხო და იქ საკმარისი არ არის რაღაცა ისჭირდება რა, ანუ მარკეტინგის თემაში რომ აი გაყიდვა რა პროდუქტის რომ უფრო პოპულარული გახდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბენდია, რომელიც არ ჩანს საქართველოში უბრალოდ ფიზიკურად და რას ფიქრობ მაგას ეშველება რამე? მე წარმოდგენა არ მქონდა ხო ბენდი რო სიმართლე გითხრა. თლიანი ჩემი ყურადღება არის იქითკენ მიმართული, რომ რამენაირად გავძვრეთ და მოხდეს დიდ ფესტივალებზე ევროპაში სიტყვაზე რა. ვა. ეგ არის ისთვისაც ახლა ჩალიჩობთ, რომ ყველა რაღაც რეზუმესავით შევაკოწიწოთ და გავაკეთოთ, რომ რაღაცნაირად მე კონკურსები გავიაროთ რაღაცა, რომ სადღაც მაინც მოხდეთ რა. საქართველოს აუდიტორიაზე არ ფიქრობ, ანუ open air-ი რაღაც მსგავსი ფესტივალი. დიდი სიამოვნებით დავუკრავდით open air-ზეც, ჯერ შემთხვევაში არ ყოფილა. open air-ზე და ხო, წელს. ხო, ან დიდი სიამოვნებით რა თქმა უნდა open air-ზეც დავუკრავთ და ყველგან დავუკრათ სადაც გვეტყვიან, მოდით და დავუკარეთ. რაღაც ძალიან სევდიანი სიტუაცია ეგრე. ხო, რა გიყვარს ძალიან რაღაცა, აკეთებ რეპეტიციო, წერ, მეორე ალბომს წერთ ახლა, რაღაც დავაგროვეთ წლებია ვმუშაობთ და დიდად რეალიზაციას ვერ ვახდეთ. და ქალაქურებს რომ მიწოლოდი? Yes. სადღაც გაიხა უეჭველი აგერ. მე და პავლიკა უეჭველი ვივრიდით, ბავშვი, იმაზე. რომელიც რესტორნის იქნებოდა თუ სისტემატიურად. არა, ხო და ფინანსებით, საკუთარი ფინანსებით ყველაფერი, ხო, ყველა ვარიანტი, რა ვინმე არ არსებობს საქართველოში. მაგრამ აი გამოჩდნენ წინაზე მაგალითად Coca-Cola გამოჩნდა, რომელსაც მთლიანი ალბომი დაგვისპონსორა და თემურატო მახარ გაიგე, მახარ შემი კაი გაგიჟდება ესე. ხვალე შეიძლება სიმღერა დადოს რომ ეს ქალაქური. თუ ეს როკზე და ამაზე დაგიფინანსა ახლა ხალხზე. მახარ როკი. მე ჯეიმსონი იყო, რომელსაც ვიდეო გადაგვიღო და ლაივი გაგვიკეთა და მე ესეთი კითხვა მაქვს, ტრიომანდილი გეოსება? ვიждები. მართლა? რომელს გამოარჩევთ? რეპერტუარი და რომელ ტრიოს? ეგენი ხო იცვლებიან რაღაც სხვადასხვაები არიან ხოლმე. ხო, ვიღაც ცვლია ხოლმე. თავიდან ფანდურით ვინც იყო ის შეცვალეს. ხო, მაგას ცვლია ხოლმე. ფანდურზე ძნელია ბიჭო მაგდენი დაყურა და მე კიდე აშვებიან რაღაცებს. ტრიომანდილი? რა შვებიან დადიან ვიდეოებს იღებენ, მეტი არაფერი ხო? აი, ვირი დაემატა. იქ ხო იყვნენ ბოლო კლიპში როგორც ვიცი. იმის კვარტეტი გახდა. შესარჩევზე ხო იყვნენ. თუ რა იდიოტი ხარ. აი, ხო ვირით მოდიოდნენ და რა უკრა. ევროვიზიაზე ხო აპირებდნენ გასვლას. კი, ხო იყო ეგ ის და მე ის წავიდა. შენ არ ქონია შემოთავაზება ევროვიზიის? ქონია. სწორად გავარტყი. არა, სწორ წელს მქონდა შემოთავაზება, რომ მოდი და მიიღე მონაწილეობა. ტრიომანდელი გამოდიოდა და შანსი არ ქონდა პროსტა და. აუ, მაგაზე მთელი ამბავი იყო. კარჩე Voice-ის ერთ-ერთი წელი, 2 წლის წინ, 3 წლის წინ Voice-ის გამარჯვებული მიდიოდა ევროვიზიაზე რა და მეთქი მინდა ევროვიზიაზე რა თქმა უნდა. გავედი Voice-ში და გამოვარდი Voice-ში და ვერ წავედი ევროვიზიაზე. მაგრამ იქამდე იყო არ მოტრიალდნენ? მოტრიალდნენ, მე რინგში მოვიგე და მე ლაივზე, პირველ ლაივზე გამოვარდი. მე ანუ Voice-ისთვის ამ დონეზე არ მიყურებია? ბიჭო, Voice-ი ყველაზე მე ტელევიზორს არ უყურებ ბოლო რამოდენიმე წელი, ანუ ერთი თავიდან მოტრიალდებიან თუ არა, ხო ეგენია საინტერესო უფრო. მე მეს არ უყურებ ხოლმე. აი რინგსაც არ უყურებ ხოლმე დაჟე არაფერს. ის მევასება რა თავიდან რა. აუ, სკამი როგორ ტრიალებს, მაგით кайფო. ზოგი ხეთქი რო არის. ძალიან აკე. როგორც ბევრი წინასწარმეტყველებს, დიდხანს ვერ გაკაჩავს თქვენი პოდკასტიო. რომელიღაც თქვენგანი დაიბრიდებაო, დიდი ალბათობით გუნდიშო. დაზღვევა გინდა სპონსორად. ხო, რაც მოინტერესებდა ის რა. სოსო ბიჭო, აი მაგ არ ჩაგვიწყო. ვინ? სოსო რატო არ ჩაგვიწყო მე? მაგდენ ერთი ხარ არ ახსენებს თავის ვიდეოებში PSV-ს. ხო და ის რა ქვია. ევროვიზიაზე რას ფიქრობ ზოგადად და ის ქართველი ბოლო წლების მონაწილეებზე? ოიცე, ის დაამთავრე რა, გახვედი თუ არა ვერ გავიგე. იმ წელს ვაფშე. გუნდი შენ სტომასაც აღარ უსმენ? Voice უნდა მოგეგო ის. უნდა მოგეგო რა, გასულიყავი და რატო? რატო უნდა მომეგო? აი ეგეთი წესი იყო რა. ევროვიზიაზე კარგად ვღერი და გახვედი არ არის? ანუ რამე უნდა გქონდეს მოგებული მართლა? არა, მანდ ხო ხალხი თუ ვიღაც შესარჩევია. ხმებით არ არჩევენ მანდ იმას? აი ზუსტად Voice-ი როგორი პრინციპითაც არის, თუ გიყურებიათ რომელიმე წელს რომელიმე ქვეყნის, ზუსტად იგივე პრინციპით არის. SMS-ებით არის და მე რაღაც აუთსაიდერები ვინც არიან, იქიდან შენ იმწვრთნელი წვაც ვინ დატოვოს და ვინ გაუშვას. მე მგონი ეგრე არის რამდენიმე ლაივი. ვა. და ვინ წავიდა? და სულ არ არის ჩაწყობილი. მე წავედი. ევროვიზიაზე. ევროვიზიაზე წავიდა. მოიგო Voice-ი. მაგ წელს მოიგო ირუ ხეჩანოვმა. ირუ ხაჩანო, რას ფიქრობ?
არა, ვინ არის? მე უბრალოდ არ ვიცი, თვინ მე. რაც არ უნდა იფიქრო, ვერც დაგეთანხმები და ვერც არ დაგეთანხმები, იმიტომ რომ მე არ ვიცი. მე მგონი ვერ გავიდა ალბათ, ვერ გადავალახა ის. ის ნახევარფინალი, ხო? მე მგონი მეც ეგრე მახსოვს ხო. იმიტომ რომ სახელი ვაფშე არ მეცნობა და ეხლა ყველაზე კარგი ხო იმას ჰქონდა შედეგი ევროვიზიაზე ბოლოს ნინას უბლაც ხო? ყველაზე შორს ეგ იყო მე მგონი. ადგილების მანჩი კიდე ვიღაცები იყვნენ ის უფრო წინ ნინასაც მე მგონი კაი შედეგი ჰქონდა და კიდე ვიღაცები იყვნენ ვისაც უფრო უკეთესი შედეგი ჰქონდა. ახლა ნინაზე თუ არ ვწდები, თუ არ ვწდები. მე რატომღაც ეგრე მახსოვს რომ ნინას უბლატი იყო ყველაზე შორს და კარგად ვინც ერქვა და მე ნინა ძალიან დამეოსა რო უყურებდი იმას რა ქვია ხო განსაკუთრებით რო შეეშალა და ის ამი რო გამოუშვეს იმდენი რო არ სიმღერა რო ის იმღერა მაკედან ძალიან ვალეში ყოფდი იმიტომ რომ მე ძალიან მომეშალა იმაზე რომ ყვავილი იმდენი გამოუშვეს რო არ ფერი ვარ ჩანდა ეგ რა მის ბრალია შეჩემა არა მაგის ბრალი ვიყო და ჭირა ორჯერ იმას ამას აუ ხა მიდი უცებ გიო რა ხო და ის არის რა ქვია ნინა ძალიან კაი იყო ვინ იყო პანდემიის პერიოდში რომ უნდა გასულიყო კაი სიმღერა ქონდა მომწონდა მაგის სიმღერა ბიჭი ანრი არა ეგ შემოხსოვს შეჩემა რა თან გამომაშტერა ბიჭი ეს მე ვიცი ვინც უნდა გაუშვათ რომ თორნიკე ჭყონია ყიფშიძე კი მე ვიცი კაი სიმღერა ქონდა მე შეუცვალე სიმღერა ყიფიანი ყიფშიძე ყიფშიძე და ყიფიანი ნუ ხელზე იწყება მაგაზე თანხმდებით ყველას ხო და ის რა ქვია კაი სიმღერა ქონდა და მე შეუცვალეს და სხვა სიმღერით გამოვიდა პანდემიის შემდეგ ის სიმღერა ხო მე პანდემიაზე რო აქ იმან რო დაწერა რა დავავიწყდა პანდემია რაღაცა ის რო არის ეგ სიმღერა დავამარცხებთ პანდემიას ოიევე კორონა კიდე რას მოგვიღები შენ შესახებ აი ეგეთი ისაა კაი ის რა ქვია მე მაინტერესებდა ძალიან ვინ გევასებო მომღერალი ვარ ყველას მას აღარ მოვიღებ აი მაინტერესებს ეხლა მე ვიქნები ეს მე გადავიბარე პროფილს ვინ გევასებო მომღერალი მეგობრობის გადავედით ჩემი საყვარელი მომღერალი ქართველი თუ ეგ მე მეწერა კითხვებში უცხოელის და ქართველის ძალიან ქართველი ვიცი ისედაც და მაგით აღარ გითხები მიყვარს გრანჟი ვინ გრანჟი ესეთი მიმართულება არის მუსიკაში აი გეცოდინება ნირვანა მაგალითად ეგ მაგას მე როგორც ვეძახი კი ისტორია და ძალიან მიყვარს კრის კორნელი მაგალითად მომღერალს ესე ხო მუსიკოს ვოკალისტი კრის კორნელი საუნდტრეკი ნირვანაზე მეც ვიჟდები მაგრამ კრის კორნერი არის კურკობენიზეც ვიჟდები სხვა კორნერი ვიცი მე კორკოტას კორნერი ვიცი მე ეს იუთუბური შუტკები არ შემიძლია რა არის არ უყურებო ადამიანმა ეხა დავიწყეო და ნელ-ნელა ვერ ყვევი არა ტიკტოკერია უფრო ჩემი აზრით დღეს კორკოტა ვერ დაიწყო YouTube რამდენი ხანი ეძახის რაღაცები და გავაკეთო ოქტოპუს მიაწექი ოქტოპუს მივსერჩავ დიდი სიამოვნებით გავაკეთებთ უფრო კაი ვიდეოებს შენ თუ ვიყურებ ეხა ვაპირებთ 100 დღიან ჩელენჯს ცოტნე ფორმაში დგება ჩავდექი უკვე შენი კითხვა გადასარო ფორმაში არა გინდა ვაი გუნდიშას აქვს უნიკალური სიმღერის ნიჭი გუნდიში წაიღიღინე აბა შენ რო იცის რა წავიღინო ჯერ ეგ მითხარი ტარკანის დუდუ თუ რაც ქვია ჩიჩიკიპიტა და ის შემილია ზეცამ შეზანი ვანიშნა ელვითა ეგ რაი ხო კაი ის მაქვს ვოკალი ან რამე ყოველთვის მონდო აი გამიგრძელა მონდომება არ გვინდა დამიჯერე რა ვიცი ხა ძლივს 26000-ზე ავედით და ხო follow კან subscribe ჩამოვაკლდება ხალხი ხო აკვე მეგობრებო როგორც გითხარით წინა გადაცემაში ახაც გაგიმეორებთ რომ რამოდენიმე გათამაშება არ გვექნება იმიტომ რომ წინსრებით წერთ ეპიზოდებს რადგან აგვისტოში ჩვენს გვინდა 1-2 დღე დავისვენოთ ძალიან ისე მოვისაწყლე თავი. ვაი მე მაგრამ კოფიში და ცოტა ხანი. კომენტარებში მაინც უნდა იაქტიუროთ, სახალისო კომენტარები დაგვიწეროთ და ალბათ თვის ბოლოს, აგვისტოს თვის ბოლოს გავათამაშებთ. გადაწყვიტა რომ თუ ტემპერატურა უფრო მაღალზეა, უფრო სწრაფად დაუბრუნდეთ. ძალიან მიხარია რომ აქეთვსი ვარ. გაითვალისწინეთ, მაგეთ უფრო კარგად მოდის ხო? აი, აშკარად, იმიტომ რომ ჩემამდე არაფერი არ მოდის. იმასთან ვაფშე უკვე დუხს. წამოიღო კონდიშ სახეს რა გჭირს და გეუბნები მაგრამ ცხელი შენ ადიქი ცოტა ხანი კონდიციონერთან მიდიში მაიკა გაიხადა
რამე დალეულ მოწეული ხო არ გაქვს დალეული ან რამე რაღაცა. ჰა? რამე ხო არ გაქვს მიღებული. აი სანა მოვიდეთ. რაღაც ერთი-ორი წამალი მაკლია და საწავლის. ანტი დეპრესანტები მომცა და ხო და თვის ბოლოს აუცილებლად გავაგზავნებთ გათამაშებაში გამარჯვებულები მიიღებენ ლუდისას და ბავარიას კომბინირებულ ნაკრებს. აქვე სტუმარს ჩვენ საჩუქრის გარეშე არ უშვებ და ეს ჩვენ საჩუქრად აბა მაიმე ძალიან დიდი ჩიპსები სამივე სახეობა რაც გვაქვს ლუდისასი და ხო ეს რა კაია მადლობა და ეს პირადად ჩემგან ეს პატარა კარტოფილი რო გახსოვდა ხოლმე გასახებზე ჩამოიკიდე. ზა საყვარელია მოიწვა. ჩემგან სად არის ცოტა აუ, კაი, მე დავამაგრებ. კი, შეგიძლია აქ დაიდო არა პრობლემა. არ დაგავიწყებთ გაგატანთ აუცილებლად მაგას. გათამაშება როგორ იქნება? ხო, ბევრს გავათამაშებთ მე ძა. კი, აგვისტოს ბოლოს რაც გვიქნება. ვაფშე რაც გამოვტოვეთ, ყველაფერს გავათამაშებთ და ზევიდან კიდე მაგ ერთ მაგდენს დავამატებ. მოკლედ, მეგობრებო, შინაარსი არის თამაშის წესეთი, რომ 90-იანი და 2000-იანი კლიპებიდან ეს ვიცი უკვე. იქნება ამოღებული მომენტები, AI-ის გადაკეთებული და უნდა გამოვიცნოთ რა სიმღერაა და რა კლიპი. ეს არიცი? შენ 90-იანი ხარ? მე ანუ აი მეცნობა, მაგრამ არ ვიცი. როგორ არ უნდა გეცნობოდეს? ჩემია. აკეთას რა ქვია, იცი? არა. აი, დიქტატორი რო ყავდა, გახსოვს ერთი? რომელი? ჩვენ რო ყავდა ჩვენ. ქართველი დიქტატორი ვინ იცი? მე რუსეთში წავიდა სამუშაოდ. დიქტატორი არის ხო ეგ? მე ვიყო ბელადი. ბელადი ხო, ბელადი. ბელადის სეხნი არის ესა? მე ვიცი სიმღერის სახელი, მაგრამ ჩვენია, ჩვენი ქალაქი, ჩვენია. სოსო თოლოდაია და მარიკა ხელიძე, ხო. სიმღერა არის განკითხვის ღამე. იყო ჩვენი ქალაქი, არ მაქვს სახელი რა ქვია ეს რო? ისინი არიან, რა ქვია? ეს ნუკი კოშკელიშვილია. ნუკი კოშკელიშვილი, თამუნა ამონაშვილი და სო. რა სიმღერაა? აუ, გადაობა რა. სიმღერა არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მეორე წამო. თამუნა ამონაშვილია ერთი. ლალი ტოტიკაშვილი ყოფილა მეორე, ხო? ლალი. დარბაზიდან დახმარებები თუ შეიძლება? დარბაზიდან კი არა, ლალის გარდა, შეიძლება ბიჭო. სიმღერა არ მახსოვს მართლა. რა ქვია სიმღერა? რა ქვია და გიმღერებ. ზაფში არ ვიცი სიმღერა ვიცი. მე უსმენდი კაცო, ამის კასეტა მქონდა. ჩემპიონია, მე არ ვცხოვრობდი მაგ წლებში საქართველოში და როგორ უნდა ვიცოდე? ეს ბავშვი იყო და ეს არ მე ცხოვრობდა. ვცხოვრობდი, ჩამიღე მე ისინი რა ქვია, პუგაჩოვები და ისინი გავარდა გუნდიშას. ია ვიცი მე აბა ეს. მიდი. ეს ლელაკია. ხალი ეს რატო არის სურათში? ისა ღამეა. იმიტომ რომ ბნელა. არა, სხვა არის ეს ღამე არ არის. კამზეს ამ სიმღერაში, ოღონდ არ მახსოვს ის რა ქვია სიმღერა. ეს არის ლელა იმაში იურიში იყო ხო თუ არა? კი. შენ რო იყავ იმაში. ცუდ რაღაცები ხო ვარ თქო. ძალიან კარგ რაღაცებს ამბობდა. კაი. მარინა ხო არ იყო? თუ იყო? მარინაც იყო? მარინას კარგ რაღაცებს ამბობდა. კიდე ვინ იყო? გიორგი გაბუნია. გიორგი უშეკი. გიორგი გაბუნია რო სიმღერას აფასებს ჯემს ოპოზიციური არ უთქვამს არავის არაფერი, არასო გაჩერტიში. აი, გიორგი გაბუნია რო სიმღერას აფასებს, აი რა ვიცმაურა. კაი სმენა აქვს კაცო. არ ვიცი რა სმენა აქვს, მაგრამ ვიღაცებს მეებზე ჯინსებზე ეკაიფებოდა ხოლმე, მე რასაც უსმენდი, მე წარებს არ ეკეთებდა ეს. ბიჭო, ხო არ მახსოვს სიმღერა. მე ნანახი მაქვს კლიპი აშკარა. ახლა დადის ხოლმე, ეხა მეც. და ძირითადად რამდენადაც მე მახსოვს, ესე არ იყო იმაში რა ქვია კლიპში. აქ სურათში რატო არის ეგ? ლექსენი, ეს არის ერთი გოგო, გავიცანი, ანგელოსკა და რატომ ოხაძე რო ყოფილიყო? ბიჭო, თვალებს რო იმოშვა რა ქვია. ეს კლიპი მომწონდა ძალიან, ეს ძალიან კაი მოტოციკლეტია. მოტოციკლეტია. მოტოციკლეტი არის, კაი გავიგეთ გუნდში რომ ბაიკერი ხარ, ნუ შეუკიკინე მთელს. ძალიან კაი ბაიკია ეს რა, ძალიან ძველია, მაგრამ ძალიან მაგარია. ბაიკერი ხარ მანდა? ჰა? ბაიკერი ხარ? არა, ბაიკერი არა. ბაიკერები ცუდი ხალხი არის. მოტოციკლეტები მიყვარს მე. ერთი გოგო. ბაიკერია. გოგო გავიცანი, ერთი გოგო გავიცანი, ანგელოს გავდა ეგ არ არის? ეს სხვა არის? სხვა არის. მეგონა. შენ ერთი გოგო აი, იმ კლიპში სხვა ჩუვაქსაცვია, ესეთი მაიკა და მაგას შეამერი. მაგიტო შეგეშავა, დარწმუნებულია. ეს არის? აი, გამოიცანი თორე. აი რო დამაცადოთ რა მე. რო დააცადო რა. აი ეს არის ეს. რა ქვია, ამას YouTube-ზე რო არის ატვირთული ვიდეოს. YouTube-ზე თუ სადაც რა ეწერება ხოლმე თუ იცი. რითი ისერჩებოდა, გახსოვთ? აჯიკა. არა, ბიჭო. იმით ისერჩებოდა. წვანი ტყემალი. წვანი ტყემალი. კატოს ბიუნტი შეგეწერა და ამას აკდებდა. მართლა. რა მძიმე ბავშვობა ქონდათ საქართველოში. ძალიან.
მაი ვიდეოზე გულისხმობ ხოლმე. ჰა? მაი ვიდეოზე. ან მაი ვიდეოზე, ან YouTube-ზე შეიძლება აგდებდეს არც. შემდეგი. მე ვიცი ეს. აჰა. ეს არის მშვიდობით. ვინასრულებს? ეგ არის? ვინასრულებს? შეუდარებელი და განმეორებელი? აჩიკო მე ფარიძე. შვიდობით. უკან მოხედვაც ეხა გაიცემთ ერთმანეთს. შვიდობით. უკან მოხედვა ძნელი. რა უნდა მოსულ არის ეს? სოფურ არის თუნდა და მე რომ ღერი რაღაცას. გეხვეწები იმღერე, ხო არ მინდა რომ ეს ვიმღერო. მე მეც არ ვიკადრებ. აჩიკოს მეც ვერ გავუ. შვიდობით. ეს ის არის თავი რო უფეთქდება? შვებს უყურებ. რაღაცა კლიპი იყო და თავი უფეთქდებოდა. თავი უფეთქდებოდა? არა, ეს მე კი ვიცი ვინც არის, მაგრამ ეს ხო ის არის, ჩვენი ძმა და მეგობარი იმე ქუთაისის ეხლა შავი პრინცი. წადით რო გითხრეს მუზეუმში. შავი პრინცი ეს არის შავი პრინცი, ხო თავი უფეთქდება. სიმღერა რომელია ეს? აუ ერთი წამი შავი. ქუთაისელი ვარ, ეგ არის? ჯერონიმო, ხო, ნუ ახლა შავი პრინცის ძმები, ძებნელები და ჯერონიმო, ჩვენი რომ გაიგო, ბევრი უნდა იკაიფო, თუ გინდა რომ გაუგო ძებნელებს და ჯერონიმოს. ეს არის თუ კი შენს მეზობელს დაუგვიანეს 11 თვის პენსია და თუ კი ქრთამი შენი მთავრობის ყოველდღიური ცხოვრების წესია იცოდე რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება დარწმუნებული ხარ ტექსტში? არა ვარ დარწმუნებული იმიტომ რომ სულ მერე ვახავე მაგ მომენტში მაგრამ ეს არის დარდუბალას საუნდტრეკი რომელიც დაწერა ხაჩიძემ არც ეს არის. ეს რა ის არის, რა ქვია, ჯაბა ქარსელაძე და ამას რა ერქვა? ეს არის ნინა? არა. ჯაბა ქარსელაძე ბუბუ თუ ბუკა. მოშენ მოდის ეგ არის? სახეს ნუ მალავი არის? შენ მოდის სახეს ნუ მალავ. ეგ არის. წაბალ. რამციმე უმაღლეს. ბრავო. ჩემი ჯაბა არ მომგუშალოს ღმერთმა. შეშანიშნავი ხარ გუნდიშტრი რაშია? ხავს მოიკოს. თეთრი გედი ამაღა. ხო, ეგ არის, ხო გამოიწვა. მე რაბიკოა, ხო ეს? უსტრალურ რატო არის შეშინებული ოთხ? ეს მირაბ სეფაშვილია? ნუ, ხო. აუ, სათნო როგორ გავს იმ გოგოს ბიჭო, შენად ევასებოდა. სინახი. ხო, არის. ეს ფანოხს რო უბერავს, ეგ არის? ფანოხს რა ცუდი ადამიანი ხარ. ეს არის ალალმე, ალბათ მაგას ვღერის, ხო? მამიმაში. ალალმე და გავიწყდე ტექსტი. ხო, მე რაღაცებს ეს არის პონჩი რო. არა, მაგარი გადა. როზის გამწყინებული სახეს დედა რა კარგად აკეთებს. ამას მე არ ვიმღერებ შენც მომწიცავარ. ეს დატოვა წარსულში ადამიანმა და დაანებდეთ თავი. ისა საკმარისად ბევრი ვალაპარაკეთ მაგ თემაზე. მე ნირვანასი რო შეგვისრულოთ მაშინ. აი ნახე როგორ კარგად მომუხდა ცოტნეს თავი. შენ თავს მიხედე რა. აი მე ცოტნეს მე გავალ და დაგდოვეთ მარტო და გააგზავნეთ მარტო პოდკასტი. ეგ არის. გამარჯვებული გახსნა. იმ პროექტში თორე ისე გუნდიშა მოიგო. გუნდიშა ნიჭიერი ბიჭია, საქართველოში ცხოვრობდა მაგ პერიოდში და რა კარგად ცოდნია. სადაც ჩადიხარ შენ მე რომ ჩამოეთრიე, უნდა ეზიარო მე კულტურას, გასული იყო კულტურა და არ ყოლა ყველაფერს რასაც აკეთებდნენ, მაგრამ მაინც. ბიჭო მე რომ ჩამოვედი და ქართული სიმღერები რომ ქართულ სიმღერებს რომ მოუსმინე. რომელსაც ჩამოხვედი? ტოლი დუეტიში 2006-ში? 2006-ში? არა, ბიჭო, იყო მაინც. არა, ხო და იყო და რომ მოусმინე. გახსოვს შენ Music Box-ი? არა. SMS-ებს აგზავნიდი და რომელიც სიმღერას მოიგებდა, ის გადიოდა ხოლმე. და ეძღვნება ვიღაცას თუ რა. არა, ეძღვნება არ იყო, არა, პროსტა ის. არა, ეგ რადიოში. აშო. ეს ეძღვნება ბევრად მანამდე იყო. მერაბ სეფაშვილის ნებისმიერ. არა ის გადაობა იყო შეჩემა უცებ იქ რაღაც მართლა ის კურტ კობეინი და ის ეჯიბრებოდნენ ჯაბა გარსელაძე რომელი გავიდოდა და ჯაბა უგებდა ხოლმე ძირითადად ხო და მე რომ ჩამოვედი საქართველოში და აღმოვაჩინე რომ პლაგიატი ისეთ დონეზე გვაქვს საქართველოში აწეული რომ
წინავდა მაგ პერიოდში, როგორც მივხვდი, ძალიან ბევრი გადაკეთებული სიმღერა იყო, ანუ რა ვიცი, მაგრამ მიხდებოდა. ჩემი ერთი მეგობარი მაგათ ეძახით YouTube-ამდელ კომპოზიტორებს. ეძახის. რატო? YouTube-ამდე მარტივი იყო ბევრად მოპარვა. ხო, მივხვდი ეხლა დაუფიქრდი რატო. ხო, არა, ეხლა მოპარვა არ არის რთული. უბრალოდ ეხლა ხვდება ხალხი რო იპარო. Yes. შენ თუ მოგიპარია რამის? მე ყველაფერს ვამბობ. აუ, ხუმრობის garaშე ძალიან ის არის ეგ რა, რომ არ გაგეპაროს სადმე, როცა წერ სიმღერას. რომ რაღაც ცისკენ არ წაგიღოს, იმიტომ რომ რაღაცები რო გაქვს ნასმენი, გინდა არ გინდა გაქვს რა და გავლენაც გაქვს შესაძლოა. ანუ შენ მუსიკის წერაში საშუალო მონაწილეობას იღებ თუ? კი, მე ვწერ. ხო, მართლა? და მე ვაკეთებ ერთად. გიტარის გარდა კიდე რა ინსტრუმენტზე უკრავ? გიტარაზე ვის TikTok-ზე ვკრავს რა? ხმამაღალია რო ვუკრავ, მაგრამ კლავიშზე შემიძლია. და გიტარა, ხო, მაგორზე ზირთადად. მე მაჩუქეს ახალ წელს გიტარა. რომელი? რომელი გიტარა მაჩუქე? კლასიკური. გუნდიშან გადაწყვიტა რომ ცოტნე აუცილებლად ისწავლის დაკვრას. რატო ვაჩუქე იცი რა მეთქი? ვაღიარებ მომღერალი გოგო მოწონს მეთქი რა. თუნდაც 1-2 ღერი იცოდეს რაღაც გიტარაზე უთყაპუნოს მეთქი რა თქინდა. ხო და არა, ვცადე მართლა, მაგრამ ვერ ვქენი. რა და? შენი ცედა თუ ვინმე დაიხო? ჩემი ცადე. ანუ აკორდების აღება რაღაცები, ანუ ის ყველაფრის ის არსებობს უკვე YouTube-ზე სწავლა და რაღაცა, ხო, ანუ არ ხო, მაგრამ მაინც რო აუხსნა რაღაცები უფრო. აი, თუ და ხო ვერ დამეხმარების. გიტარაზეც უკრავ ანუ შენ? ვცდილობ, კლავიშზე იმას გულისხმობ პიანინოს, ფორტეპიანოს თუ ერთი და იგივე ყველაფერი. გუნდიში მე აგიხსნე ეგ როგორ. კლავიში ანუ რაც ეს არის ყველაფერი. კლავიშია, იმის გარდა. მე რაზე ვიცი დაკვრა? შენ იცი დაკვრა ადამიანის ნერვებზე. ადამიანის ნერვები კი. კლავიშებზე დავდიოდი 3 წელი და კაი შედეგები მქონდა, მაგრამ მე აი გაგრას რუსეთიდან ჩამოსვლა და აი აქ პიანო თბილისში პიანო ვერ ვნახეთ და პიანო ვეღარ გავახსენე. ყველა სახლში იდო შეჩემა რა. ყველა სახლში იდო მოგეცა მე შენი პიანინო, ჩემთან არ იდო სახლში. აუ გეთხოვა და თუ არ მომეცა. მაშინ არ გიცნობდი. მე ძალით მატარებდნენ ხოლმე პიანინოზე და ეგრე დავამთავრე 6 წლედი. არ გევასებოდო? აი მეზიზღებოდა მეცნიერობა, ძალიან არ ვიცი. მე 3 წელი რაც ვისწავლე ძალიან მევასებოდა. კლასიკას უკრავდი? ხო, რა თქმა უნდა. ანუ იმაში დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში. ყველას რატო ძულს? თავიდან ყველაფერზე დავდიოდი, სიმღერაზეც. მაგრამ მასწავლე გაიყვანეთ აქედან. კლავიშზე გადავსვათ. ხო რა, ეს ჯობია რომ დაუკრასო ამანა და სხვა მიმღეროსო და აი ეს სიმღერიდან გამომიყვანეს. და დალევოს გაყევი მე. მე არა, ეგ ჯარის მერე იყო გიორგი. რამდენჯერ უნდა გითხრა. აუ, რამდენი გაგვქნა ცხოვრება. რა გითხრა აბა. ყველას რატო ძულს ვინც იმაზე დადიოდა რა ქვია მუსიკალურში რაღაცაზე ან კლავიშზე ან რაღაცა ყველას ძულს მე ბიჭო ისე. შენმა მასწავლებლები სულად იხსენებენ ძალიან რა. შენ რომ მალე რო გამოხვედი. მე ძალიან კაი მასწავლებელი რომელიც მაბულინგებდა ძალიან სერიოზულად რომ რაღაც იყო იქ ჩარტყმის მე გამომიყვანეს. მიდი შეაგინეთო გინდა ხავს. დაზმებული ხარო უყურებ ახლა ჩვენი ცოცხალ თუ არ არის მოგიგია. უკვე გამარჯვებული ხარს. რა ცუდი მითხრა დღეს აღჭურვილი ხუმრობებით ბოროტით. კაი, მეც მაქვს ერთი თამაში ხალხო, მაგრამ თამაშამდე მინდა რომ გუნდიშამ ზარი დაარტყას. მე მაქვს თქვენთან ერთი ჯობი. კიდო ერთი თამაში, რომელიც მე მომზადე და ეს თამაში წესით მე დარწმუნებული ვარ რომ ამ თამაშის სოფო გაიმარჯვებს. აქ მაქვს მოცემული სიმღერები, რომელიც ანუ კონკრეტული მიმართულების garaში ყველაზე ხშირად ხდება მათი ხსენება, რომ აი საუკეთესო სიმღერებია მსოფლიოში რა. მსოფლიოში. კონკრეტული მიმართულების garaში რა. ოპათი არის, რიგრიგობით იტყვით, ვინც ყველაზე მეც დაასახელებს, სწორად ის იქნება გამარჯვებული, შესაბამისად დამარცხებული იქნება გუნდიშა და დამარცხებული დალევს ერთ შოტ ვისკის, რომელიც აი გამზადდა. ანუ შენ თუ წააგებ, არ წააგებ წეს, თუ წააგებ იჯელტმენებს რა თქმა უნდა, დალევს ამერჩოც. გიორგი, თუ გინდა შენთანაც ვიჯელტმენებ, არანაირი პრობლემა არ არის, მაგის შენ შემოგებლე. კი მე ვასწავლე რას უსმენ. როქს მე? ყველაზე ძალიან ეხა რასაც უსმენ, ყველაზე ძალიან არის Slipknot-ი. მეტალი გევასება? კი, ძალიან. Slipknot-ი მიყვარს ძალიან, ეხა განსაკუთრებით უსმენ. ანუ ბავშვობის კუმირი და ის Rammstein-ი. ძალიან მიყვარს. სანამ თამაშზე გადავალთ, მეგობრებო, აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენი არის ლუდისა, რომელიც შეგიძლიათ უკვე Golf Store-ებში შეიძინოთ, ნებისმიერ Golf Store-ში, რატო თუ ფლიპინე ფარბისცი და ასევე ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია, რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება.
მზად ვართ ტოპ 10-ისთვის. მე მზურს ყოველთვის ვიყავ. კაი, გადანაწილეთ ვინ იწყებს, ვინ არის პირველი, ვინ მეორე, ვინ მეოთხე. რიგრიგობით ვიცნობთ, ვეჯიბრებით რიგრიგობით ხო და ვინ უფრო მეც გამოიცნობს. მე ბანდილოსანია სტუმრად და მე დავიწყებ. შენგან სხვას არც ველოდებოდი გიორგი, არაფერს მედი. თუ შენ ეთახმები მაგას. არა დაიწყე კაც. თუ გავაგზოთ. მიმართულებას მაინც მიხვდები ამას. რა სიტყვის. მიმართულება აი ყველაზე კაი შენ ტოპებში რაც არის, ეგეთ სიმღერები წარმოიდგინე და. ხო დაიწყე, თუ გინდა დავიწყებ, ჩემს სულ ერთია. All we need is love. Nope. მან იქნება მერაია კერის რა თქმა უნდა არა, კაი. ქრისტოს არ არის. Yesterday all my troubles were far away. Yesterday სამწუხაროდ არ არის, მაგრამ ბიტლზის მინდა რაღაც არის გითხრა, რა თქვა, იმიტომ რომ მე ვიტყვი ახლა. არა. ჯონ ლენონის Imagine არქვია, ეგ იქნება. კი ბატონო, მესამე ადგილას არის ჯონ ლენონის Imagine. მესამე ადგილს მოუწევ. Oh darling. ეგ არ არის ხუბიცების ყველაზე პოპულარული სიმღერებში არ შედის. არა, კაი. Hey Jude იქნებოდა, ეგ უნდა გითქვა. და გუნდიშა მეორე სიმღერა გამოიცნო. არა, მე იმის მე ჩაითვალე. მეწმება. შენ გეთხრება, ხო, ჩვენთან ხო წესებში ეგრე არის. მე სხვა რამის თქოს ვაპირებდი. ის იქნება. დაიცა ერთ სამი ჩაგეთვალა ეხლა გადავიდე. თუ არა არა, იყოს ერთ-ერთი კაცო. აუ აი მე როში. ბიტლზი ამის ის იყო რა, მე აღარ ვიძახდი ბიტლს. ნირვანას ის იქნება Smells Like როგორ ქვია? ხო. კი ბატონო. Hey Jude იყო მე-6 ადგილას და Nirvana-ს Smell Like Teen Spirit მე-7 ადგილას. მე ზიზღება თამაშები. აი, დღეისათვის სულ ეს იყო. Queen-ი როგორ რა გჭირთ? Queen-ი არის სიმღერა. Queen-ის ეს რა ქვია, Show Must Go On. არა. Champions. We are the champions. არა, ეგეც არა. ხა შენი ჯერი. We keep on fighting. მე ვიხმარებოდი მეგონა, მაგრამ არ არის პრობლემა. ეგეც არისო? Queen-ის ყველაზე ისეთი მამა. ალბათ. Bohemian Rhapsody. კი ბატონო. კაი, მოდი. იყო Queen-ი იმ პერიოდის ისინია უფრო. რა თქმა უნდა. მე მგონი კიდე ერთი მონაწილე ჩაერთო თამაშში. იგივე. Led Zeppelin-იც არის. რომელი? აი, John Lennon-ი, ეგ შეიძლება, Bob Dylan-ი, Like a Rolling Stone, Michael Jackson-ი, Billie Jean-ი. აჰა. ლალის უნდა ითამაშა. Beatles-ი, Hey Jude. Nirvana, Smells Like Teen Spirit. აი, ეს არ ვიცოდი, The Beach Boys. Beach Boys ერიცოდი? Good Vibrations არ ვიცოდი ნაკლებად. Eagle Hotel California და Marvin Gaye გუნდიში. შენზე არის ნათქვამი What's Going On. Maroon 5-ი არის ხო? Coldplay და ხო, რავი, რაღაც უცნაური ტოპი იყო, მაგრამ მე რო წავიკითხე, რაღაც ლოგიკურად მომეჩვენა რა. ჰა? როკ ის უნდა გაიგეთებინა რა. ხა როკ ტოპი რამე რა და უფრო გადაობა იქნებოდა და უფრო ეცოდინებოდა თან სტუმრს. როკი იყო, როკი. მე არ ვიცი კიდე შანსი როდის გვექნება ამ გადაცემაში. სულ რაღაც მეორეთ არის რა და მოდი გოგონებს გავუმოწოს და ქალბატონებს, იმიტომ რომ სავარაუდოდ ძალიან დიდი ხანი ისევ მშრალი სერია გაგრძელდება. ხო, პრობლემა არის მაგის YouTube-ზე, რომ ძალიან რთულია, რომ ვიღაც გოგოს სტუმარი დაპატიჟო, რატო არ ვიცი. რატო ხდება ხოლმე ეგრე? რატო? ეგ თქვენ აი არ ვიცი. ჯერ ნუ YouTube-ზე თვითონ არ არიან ბევრი ხო. გოგონები. ხო. და მარტო YouTuber-ებს ეძახით? არა, ხი YouTuber-ი ხო და მაგითო გამიგვირდა შუაში. არა, ზოგადად, მაგრამ აი იმედი რო არ გაქვს ხოლმე ვიღაცა რომ მოვა და ანილაპარაკებს ან რაღაცა ვიღაცა შეიძლება. თავისუფლად იგზავს თავს და რაღაცა შვიდად და რაღაცეები და ზოგს გონია, ზოგი საერთოდ არ იცის YouTube-ზე თუ რამე ხდება. შენზე ვიცოდით ეხლა რომ არა უსო ზუკი მგვითხრა ერთად ანტიდეპრესანტ ჩაარტყავს და წყნარად იქნებაო რა, თორე უნდა იცოდე სადღაც მიხარ დასაწყისში რა თქვა და რა არ თქვა. ხო. მაგით უნდა დაგესრულებია რომ ანტიდეპრესანტებს უნდა მეთქვა რომ აი მაგიტო არ ვსვამდი და შემჭამა მთელი გადაცემა. აუ ეს რაღაცაზე გამოგეკიდება და უნდა ჩაგაჭიროს. მთელი დღეა გუშინაც იქაც თქვა რა. დღესაც ნერვებს მიშლის. კაცებთანაც თქვა ეგ. რა თქვა? მოგი მაგას ამბობდი რომ ანტიდეპრესანტებს ვსვავო, კი. ხო. იქაც ელაპარაკა მაგაზე და მე იმათ ვარ დააცადეს პირსინგებზე და იმერზე და დააცხეს და შენ ახლა მაგალითი აიღე კაცებისგან და პირსინგებზე ხმარ რომ მიღეს მო ვაფშე მე მომწონს ძალიან პირსინგები და რაღაცები ძალიან მე დატოვებ მომწონს და ძალიან მაინტერესებს რეები გაქ. მე ლუდი და ვისკი მომწონს ძალიან. ფეხი დავინახე? ხო, ჩემი ბავშვის ფეხია. გაგიმაჟეთ განაც. რა მხელა? ეხა 7-ის.
მართლა? და მან იყო ძალიან პატარა, ხო? ხო, ეს ის არის. იმენა ხო, ზუსტად ხეზე დაგახატეთ. ცოტა ხანში, ერთი თვის შეიძლება იყო ამ პერიოდში. ეს ჩვენი ოქტოპუსი. აჰა. ეს ურწმუნო რო ვარ. სახლი მე მომწონდა. მე აქ შრამი მაქვს ნახე. შრამი ძალიან მიყვარს სხვა შორის. ცოტნეს უნდა და ძალიან ოქტოპუსის დახატვა და ძალიან გავერთე. გამარჯოს, გაგიმარჯოთ. მადლობა სტუმრობის პირველ რიგში აქვე სადღეგრძელოში ვიტყვი, ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი და გვეთანხმე და მე ვიცოდი ზუკისგან გადმოცემით რომ ჩვენი სხვადასხვა ზუკი ახლა ბევრჯერ ვახსენე და ჩვენი ოპერატორია ოქტოპუსზე და სამარილეზეც ვესტუმრა აგერ და ზუკისგან ძალიან ვიცოდი, ძალიან ბევრი კარგი მსმენია შენ შესახებ და პირადად დავწუნდი მაგასობაში მაგაციც ხო არის შეჩემა. გაგიმარჯოს. Thank you. ოპერატორიც რო მაგაცი რო არის, ეხლა მაგას არ უნდა ბაზარი ბრა და ხა ოპერატორი უბრალოდ ვახსენებ ვინ არის პიროვნება თქო და იქ კაცში ხო გამოჩენილა და ხალხი ზუკი რა რამდენჯერ სცენა ხო თვითონ სირბილაა მოკლედ გაგიმარჯოთ ასევე ყველა გოგოს მანდილოს ქალბატონს როგორც ითქმის ვინც არის ჩვენი მაყურებელი მათ გამომარჯოს ყველას ზუკის არევასება ხოლმე რაღაც იმაზე რო გამოჩნდება რა კამერაში ან რაღაც უერიდება ხოლმე ძალიან პროფესიონალურად უდგება ხოლმე თვითონ და ჩვენ ახლა რომელიმე თუ დავითრიეთ ხოლმე კამერა იქ რაღაც უეჭველი ჩვენი ოპერატორი ზუკი ან რაღაც და ძალიან სტრამ ფორმებში ყავს გადაღებული ძირითადად სტრამ პოზი ბოლოს იყო ჩაცუცქული მდინარის პირას ეს კამერით ძალიან მაგარ პოზაში მან რო საბანაოდ ჩამოვიდა და არ გავაგდებიეთ კამერა ხელით ჩემი ფავორიტი ის არის იქ რო იცინის რა ქვია კობულეთში ხო აუ რა მაგრა იცინის ამას უყურს რონინი ხო იცი ის სტაბილიზატორი რა კამერა ხო ყარა სტაბილიზატორი უჭირავს ხოლმე მაგრა ევასებს სულ სტაბილიზატორით იღებს რა და ჩვენ ახლა ძირითადად მაიმუნობთ გადავობთ რაღაც ეგეთ რაღაცები და ესე უდევს ხოლმე რა მძიმე რო არა და რაღაცა კადრი თუ არის ხოლმე რომ აი ესე ქანაობს ვიდეო ეს იცინის რა უეჭველი ღიბზე უდევს ხოლმე ეგ იმის ვიდეოში იყო რა ქვია იმას რო ვიდეთ სერიალების ხო მაგას ეს რა ქვია სცენარი გადასახები მე ვამბობ რომ აი ლოთი ვარ და მაგიტო და ბიჭო და თავიდან ყველას გაეცინა მაგას რომ ვამბობ და მე კიდევ ვიმეორებ და გავხედე და კამერა ხო აი გასდა კამერა აკეთებს ეს რაღაცას არაფერი სტაბილიზაცია არ შველოდა იმ კამერას მაგდროსში ბოლოს ვერ დამშვიდდა ვიღაცა კრომ გადაიღო ლუკამ გადაიღო ბოლოს ვერ დამშვიდდა სუდად იყო აი ლოთი ვარ და მაგიტო და ზუკი იგუდება ხო რასო მოი Coldplay-ს რო კონცერტზე იქ საყვარლები დაიჭირესო და იმან რომ განცხადება გამოდო მე რომ მე გასაგებია მაგრამ ის პირადი სივრცე კაია რო გქონდეს კონცერტზე რომ მიდიხარო ანუ აქეთ ანუ ეგ ახლა ამბობენ რომ კონცერტზე მიხვიდე ხო კონცერტზე რო გადაგიღებენ მაგის ალბათ ხო ვარო არსებობს ეგ იყო ანუ აქეთ რო აბრალებ ცოტა 80-იანებში ძალიან დიდი როკ ფესტივალები და ისინი რო იყო მან ვიცოდი რომ ვერაფერს ვერ გადაგიღებდა იმიტომ რომ სამი კამერა იყო და სამი უღებდა სოლისტ შეჩება და ნუ იქნებოდა მართლა რომ დააკვირდე და რო ჩართო ძველი ლაივები რა ხალხი უამრავი და ტელეფონი რო არავის რა მაგარი არის რომ სრული ყურადღებით ის სურათი ნანახი გაქვს ის არის მე მგონი სასტუმროს გამოსასვლელთან არის თუ რაღაცა ვიღაც არ ვიცი ვინ არის რა ვიღაცა სტარია ალბათ რაღაც და ყველას ტელეფონები რო ჭოს და მოხუცი ხალი რო დგას ესე რო უყურებს აი მართლა გულშემატკივარივით ძალიან მაგარი ის არის ტელეფონები რამშტაინზე რო ვიყავით მაშინ ბიჭო აი მე ვცდილობდი რომ რაღაცეები გადავიღე იმიტომ რომ ძალიან გამისწორდა და მე მაქვს რამოდენიმე მე ისე ვიყავი რა უფრო რა იმეთქი სიამოვნება მივიღო უფრო რა და უფრო გამისწორდა ტელეფონი გამოვიყენე ახლოს რა იქ რო ხარ და უსმენ ეხა მართლა ეს არის ხო სულ აი ყველა ესე დგას და იმას რო უყურებ რა ქვია რომელ წელს იყო ანუ 92-ში იყო მე მგონი მეტალიკა AC/DC მოსკოვში რო იყვნენ ნანახი გაქვს მილიონი ნახევარი კაცი იყო რო ამბობენ კონცერტზე რო იყვნენ მეტალიკის სოლისტი რო ლაპარაკობს რომ აეროპორტის ტერიტორიაზე რო იყვნენ კონცერტზე ის არ ჩანდაო ანუ მარტო ხალხი ჩანდაო მთელი მასეო რა ჰორიზონტზე მთლიანად და იმას რა თავიდან მეთქი აი მილიონი ნახევარი არა ის მეთქი რაღაც და ვიდეოს რო უყურეს ასწაული ხდებოდა და მეტალიკა შეეტენა იქ მაგრამ ეგ კონცერტი მაგრამ იყო AC/DC კიდე და კიდე რაღაც ჯგუფი იყო და არ მახსოვს ის რა იყო სამი ჯგუფი გამოვიდა მან აუ ეგეთ კონცერტი დასწრება იქნებოდა აი არ ვიცი რა ჯოჯოხეთ კაი გაგებით აუ ძალიან მაგარი იქნებოდა ალბათ და ვისო იმასა აქ რა ეხა ოზიმ რო დაგტოვა ოზიმ დაგტოვა ხო წავიდა YouTube-დან ეს YouTuber ოზის იყო ალბათ საუბარი ოზიმ გატეხა ძალიან
გევასებდა, რა თქმა უნდა. Black Sabbath-იც იასნია, Black Sabbath-იც ან кайიყო. მაგრამ მე ოზის სიმღერები მე უფრო მომწონდა რაღაცეები. ხო, ან დიდად Black Sabbath-ის მსმენელი არ ვარ. და მე უფრო და მევასა რაღაცეები რა, ცოტა გვიან გავიგე ვაფშე მაგაზე რა. ეხა ის ტიპი რო გაიზრო Young Blood-ი. ასე ხარ Young Blood. ოზიმ კარჩე იბაზრა რომ ჩემი შვილიშვილიაო. მე ვარო რა. ახალგაზრდა 27-ის არის მე მგონი ეს ბიჭი. მე ვარო? ბნელეთის პრინცმა? ძალიან კაი ტიპია. მაგარი როჟა, ტახტი რო კონდა ხოლმე იმაზე და ბნელეთის პრინცი და რაღაცებს რო აძრობდა ხოლმე. მე მაგრამ ემოსება ხოლმე სიმღერები, просто მაგრამ მიკურს ეგეთი ხალხის თქვენსავით რო ყველაფერს შეერკვევიან რა, ნუ შენ ნაკლებად შენ უფრო. ხო, ანუ აი ხ მე ზოგიერთი სიმღერა არის რომ მაგრამ ევასება და წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის შემსრულებელი და რა ქვია სიმღერას. ხო, ანუ აი არასოდეს არ ვინტერესდებოდი ხოლმე მაგით. ტატო ეხა მაგალითად არის რომ ალბომები იცის და იქ რომელსაც დაიწერა და ეს სიმღერა იმიტომ არ გამოვიდა. ხო რა და ეს სიმღერა იმიტომ არ გამოვიდა თავიდან რომ რაღაცა გიტარაზე სიმღერა გაუწევდა და შეიძლება იგიცოდე რაღაცას რომ მოусმენ და დაგევასება ეგრე არის ხო გემონება ეგრე ყალიბდება თავიდან ჩარტე რაღაცა მოусმენიან მოგასმენინეს დაგევასდა და მე გაინტერესებს რომ ვა ამას კიდე ხო არა კაი სიმღერები და ჩაუждები მთელ ალბომს იასნია რამე კარგს თუ მიადექი ეხა იმას რომ მიადგები შემემართლა Black Sabbath-ს ან Metallica-ს ან იმას შანსი არ არის ეხა რომ მთელ ალბომს რომ მოусმინო იქიდან რაღაცები მაგრა დაგევასება ხო რა თქმა უნდა ხო და მე ეხა ამას მთელ ალბომს რომ მოусმენ გისწორდება რაღაცა და არტისტებს გიგდებს ბენდებს და ნელ მაკედან უფრო ამუღამებ რა ხო და მე არასდროს მქონია ეგ მუღამი ანუ ჩემთვის საკმარისია რომ სიმღერას მოусმენ ეს კაი არის ჩავხე ხო რა ანუ ის არა და შენზეც რა ის ჩავხე კაი იყო უსმენს მე ვინ არის რა არ უნდა გწოდნო და ბიჭო დღეს როგორ თურმე სად უკრავთ ბენდი გვაქვს ბაძემკებში როკ სად უკრავთ ცოტა ხანი ხო გეგონა რომ ადეკვატური ადამიანი აი ცოტა ხანი ხო რამოდენი მართლა სად არ უკრავთ ხო ეხა ისე თქვენ ბონჩი რამდენიმე ლაივი გქონდა რა ერთი გქონდა აქ ერთი გქონდა გერმანიაში ჰამბურგში მე ჩამოვედით და ისევ აქ გავაკეთეთ ლაივი გერმანიდან რამ ჩამოგიყვანათ იქ თუ ლაივს აკეთებთ ისე კაი იყო იცი რა კაი დარჩენილი გავყევი გერმანიაში თან აი მართლა პირველად ვარ ცხოვრებაში მეტავზე რომ რაღაცა რაც თელი გულით მიყვარს მაგაში ვარ რა მომწონს მიყვარს თან მე თვითონ ვაკეთებ და იმათთან ერთად ვაკეთებ ისაც ერთად სიამოვნებს და ეგეთ სიტუაციაში ვარ პირველად რა და მაგ შეგრძნებით რომ გადიხარ და ლაივს აკეთებ არის ძალიან მაგარი. მომისმენ რა მაინტერესებს? ანუ უახლოეს მომავალში ხო არ გიგმავთ რამე ლაივს, კონცერტს ან რაღაცა მსგავს? გაგაგებინებთ უეჭველი. გაგაგებინა კი არა, აქაც თუ არის რამე ვარიანტი. მოусმენ აუცილებლად. აქაც თუ არის რამე ვარიანტი რომ ხალხსაც უთხრათ, რამე თუ ამ ეტაპზე არის. დაგაწევთ. ოკეი. მე მოусმენ და გულწრფელად გეტყვი, რასაც ვიფიქრებ თან. ეგ მინდა. ეს გულწრფელობა მევასებ. ყველანაირი იმის გარეშე მიხვდებოდი რომ ეგრე ვიქნები. ძალიან კაი. ხო, ის არ მიყვარს ხოლმე ეს პირფირობა. ლაივებს არ ტარდება ხოლმე რო რამე. ბაძემკებში. პირველი ლაივი ბაძემკებში. ბაძემკებში ძირითადად. ის არ გაქვთ ნახი, ის ჩუვაკი რო იყო აფუდის შეგაწყვეტინე რა. ანუ ვიოლინოსზე უკრავდა, ვიღაც არის, აი როგორი ტიპი იცი, აი არ ვიცი, ბრთხნის და იმას ყველაფერს რა. სადღაც ჩავიდა მეტროში დაუკრა და კაციშვილი არ გაჩერებულა საერთოდ ის ეგდოთან როგორც ეს ფული შესაძლებელი, კაციშო ლარიანერში უგროვებია რა. და ის რა ქვია, მაგან იმასთან რომ ჩემ იმაზეო მინიმუმ $500 ღირს კონცერტის ბილეთიო რაღაცა. სადღაც რო ჩავიდა არასწორ ადგილას უკრავდა. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია სწორ ადგილას. ხო რა და იმ პაძემკაშიც მე ეგრე ნუუყურებ, ვიღაცები შეიძლება მაგარი სასტავი მოხვდეს. პაძემკა არის, პაძემკა არის მიწისქვეშა გადასასვლელი. ო ის არის საწყისი არის რა, ჯერ იმის. მართლა გეუბნები რამე დიდმა ეხა რო გავაგზავნით რაღაცებს, რამე დიდმა ფესტივალმა რომ მითხრას ტუალეტის წინ დაუკარი დილის 11 საათზე, სიხარულით გავიქცევი. მართლა გეუბნები. მე პირადად ბიჭების აზრი არ ვიცი, მაგრამ მე გავიქცევი. ჯერ არ მიგიხარ. სხვების აზრი არ მიგიხარ ჯერ. მე იქ ვარ. ვა, ეგრე ჭირს აქ არა და ძალიან ბევრი მოხვედრა ძალიან კაი პონტია რა, ეგ დიდ ფესტივალებზე მოხვედრა ძალიან რა, ძალიან დიდ არტისტებს რო დაუკრავთ და ხალხიც რო შესაბამისად მოდის, როგორ გითხრა, ეხა ჯერ იცი რა პროცესი არის, რომ ბევრმა არ იცის და გონია რომ ისევ იაგუნც ვიმღერებ, ან ისევ რაღაცას ვიმღერებ და იმდენად სხვა რაღაც ხვდებათ, რომ შეიძლება პროტესტის გაუჩნდეთ. ანუ მე ვიძახი რომ სწორი აუდიტორია მნიშვნელოვანია რა. ვიღაცები რომ მოდიან იმის მოსასმენად, რის მოსასმენადაც მოდიან და ზუსტად იციან რა დახვდებათ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და შენც სხვანაირად кайფობ და ხალხიც კმაყოფილი. არა, ხო რა თქმა უნდა ხა. მე ძალიან გამისწორდა იმას რა ქვია, Imagine Dragons-ის კონცერტამდე, იმან loudspeakers იყო, რომელიც ვინც უკრავდნენ. ჩვენ ქართული ის არის ხო ეგ? ხო.
ხო, აი ეგეთ იმაზე უნდა მოხდე ალბათ თავიდან რაღაც ძალიან ასწორებს. ხო რა, ძალიან კაია. რატო ვერა? აი, ჩალიჩობთ ყველანაირად და ვსივობთ ყველანაირად. თემურა შეაწუხეთ კარგად. არავის შეაწუხეთ. თემური. Coca-Cola დაიდოს თემური. შეაწუხეთ რა, ჯერ მოусმენ და მე გეტყვი შეაწუხოთ თუ არა თემურა. ხო, ზუსტად. არ ვიცი ხო. არა, მართლა რა. ხა მეორეზე ვმუშაობთ და მეორეც იქნება მაგრამ. მე ძალიან როკი ძალიან მეოსება. ცოტა ძიმე როკიც განსაკუთრებით აი. ეს სტუდიების თემა როგორ არის? ძვირი გიჯდებათ ყველაფერი? მუშაობთ Bravo Record-ში. რამე გააქვთ კონტრაქტი რამე რომელද? სადაც არის საუნდ ინჟინერი ჩვენი ბენდის წევრი ალექს ბერძი. ანუ ნაცნობობით ეს. კი, ნაცნობობით არის ჩემი მეგობარი. ალექსა, თქვენთან არის თუ? ხო, არა, ძალიან რთულია მე ხა ვიცნობ ასე თუ ისე ვიღაცებს, ვისაც გავსი გამოცდილება აქვთ ხა. მაღალ დონეზე ნახდათ არ არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეხება მქონია და ვიცი რომ ძალიან ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული ზოგადად ბენდის გაკეთება, ჩაწერა მუსიკის, რაღაცის გაკეთება, მით უმეტეს რომ საქართველოში არანაირად სამწუხაროდ არ გიფასდება ეგ თემა რა. ამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ჩალიჩობს. ის უნდა გააკეთო. აი პროსტა თქვენი, სადმე უნდა დადგეთ და პროსტა უბეროთ მთელი ის რა და მე გადაიღოთ თან რაღაცა ის. როგორ ბიჭო ის მაგრამ მაინტერესებს აი ხა შეიძლება რამე გააძრო და ტექნიკა რაღაცა იტანო და გადაიღოთ. აი ჩემეზოში დაუკარით. ბიჭო არა ეხეს როკ ბენდები ხო ვაფშე ანუ გარაჟში დაწყებული ამით არიან რომ ახლა ის როცა კურტ კობეინის რომ აქ მოსმენილი აქვს 300 კაცი რომ მოვიდა პირველად და შოქში ვიყავითო რა ანუ ამას აქვს ნირვანას სოლისტი ამას წარმოიდგინე ისე მე რეებს შვებოდა ტიპი რა ხო და ეგეთი თავზე პოპულარობა არავის არ დაცემია ეხლა საბოლოო ჯამში ყოველთვის ფეხებზე კი და თავის თავზე ისწორებდნენ ყველაფერს რა და როკბენდები მაგით არიან ცნობილები რომ სადაც არ უნდა სადაც პროსტო უსწორდებათ რომ უკრავენ რა ხო მაგრამ ანუ ის ხო გჭირდება აუდიტორია ყველა ვარიანტი რა დაბაზრება მაგრამ მე ყოველთვის აუდიტორია მე რატო გუთხარი იცი ანუ YouTube-ის თემას ოფოს რომ აი მარტო ის არ არის რა რომ აი მაგალითად იგივე გერმანიაში რო იყავით რა წასულები რაღაც სამოყვარულო დონეზე ელემენტარული ვლოგი რაღაცეები ეს მაყურებელს მოიზიდავს თქვენ არხზე რა მაგის ყურება მივხვდი და ცოტა ის პარალელურად ან თქვენ მუსიკასაც მოусმენენ ამასაც ნახავენ და პოპულარიზაცია ხო და ანუ YouTube-ზე მაგიტო გახდა მარტივი კონტენტის კეთება განსხვავებით ტელევიზიისგან და ხალხი უფრო გადმოერთო YouTube-ზე რომ ხედავენ ადამიანს რა ანუ გულწრფელ ადამიანს რომელიც აკეთებს ამა თუ იმ კონტენტს და მაგიტო მგონია რომ YouTube-ის მხარე უფრო უნდა განავითაროთ საკუთარი პოპულარიზაციის ფონდში რა და მე რავი ყველაფერში წარმატებას გისურვებთ საერთოდ რაც გაქვს ამოწყება მაგრამ მგონია რომ აი ცოტა უფრო აი ამ კუთხით შრომა რო ჩადოთ გაცილებით უფრო დაგიფასდებათ საბოლოო ჯამში და დრამერი თუ დაგჭირდებათ მედოლე ლუდის კასრებზე ძალიან დიდი გამოცდილებით კი კაცი დამოტრიალებს გიტარაზე კი იცოცხლე ცოტა რა დაგხატავდა ეგ უკვე რაღაც პროფესიას გავს დაჟე ჰა after party-ების მე შენთვის ეგ მემეტე ხო და რამ გამოიწვია ეგ გადასვლა იმ რეპერტუარიდან ამ რეპერტუარზე ეს ის რომ მითხრა რომ კაი კითხვა კაი კითხვა ესაა ძალიან მართლა ძალიან კაი კითხვა და ძალიან ლოგიკური კითხვა რაღაც მომენტში მოკლედ ეს ხო ექსპერიმენტის ფაზა იყო ჩემთვის ეს ქართული სიმღერები არ ვიცოდი რაღაც გამომივიდა გამისწორდა თან ფიდბექი იყო რომ ხალხი უსმენს თუ რაღაც და აი რაღაც აზარჩი რომ შედიხარ რომ აბა კიდე და ახლა კონცერტები გაქვს შემოსავლის მთავარი წყარო არის ეგ და მიყვები და ძალიან ეფლობი ამ ყველაფერში და რაღაც მომენტში ამოღამებ რომ რატომაც დაიწყე ვაფშე მუსიკის კეთება მაგას ძალიან აცდი და აღარც ქსიამონებს სიმღერა აღარც კონცერტი გიხარია არაფერი აღარ გინდა საერთოდ ცხოვრებაში და მაგას რომ მუღამებ რომ რატო მოხდა ეგ მე უღრმავდები შენ თავს რომ იმ რატო და მე პასუხს ვცემ რომ იმიტომ რომ იმას არ აკეთებ რაც ქსიამონებს რა მარტივად ძალიან ჩემი ოსმას უიყო რომ ჩემი მუსიკა მეკეთებინა და ის მეკეთებინა რაც მისწორდება და ისე მეკეთებინა როგორც მისწორდება პროსტა იმდენად ღრმად მქონდა შეტოპილი უკვე რომ მაქედან გამოგლეჯა ჩემი თავის გაჭირდა და ერთ დღესაც გადავწყვიტე რომ მორჩა და აღარ იქნება აღარაფერი ცოტა ფული დავაგროვე რომ რაღაც აზზე მოსულიყავი და შევწყვიტე იმის კეთება რაც აღარ მინდა კომფორტის ზონიდან გამოიქეცი და გადახვედი სერიოზულად არანაირი პერსპექტივით და მომავლით და არაფრით მაგრამ არა და მართლა რომ ვაფშე ვერც წარმოვიდგენდი რომ იქამდე რამე რომ გადაცემას რო უყურე კაცებთან მივხვდი რომ რაღაც ცოტა სხვა სტიქიაში იყავი შენ რეალურად
რომ იმ სიმღერებს რო მასმენინებდა უფრო სწორედ და კლიპს რო უყურე და ვერც ვიფიქრებდი საერთოდ რომ შენ შეიძლება სხვა რამე გევასებოდა რა. ვერც მე იმდენად ბუნებრივად ძალიან არა ძალიან მაგრა გამოგდის ხო მაგრამ ეგ არ მარინა ბერიძის მიახლოებულ კადრს რო ანახებენ მაგაზე მეთქი აი ამას ვერ მოაშორებენ ამ იმას. შენც კარგად გამოგდიოდა ბუღალტერია და მეც კარგად გამოგდიოდა ორნაფიჩი მუშაობა, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ეგ არის ის რაც რისკეთებას კიდე ცხოვრებაში რა. მაგრამ ყველაზე მაგარი მაინც ეგ არის, რომ ეგ ნაბიჯი გადადგი, რომ იმის კეთება დაიწყე, რაც ქსიამოვნებს რა. მაგის გარშე აზრი არ აქვს. მაგის გარშე ბედნიერი ვერ იქნები ვერასოდეს ადამიანის ცხოვრებაში რა. ეგ არის ჩემი მართლა, აი რომ მეკითხებიან ხოლმე რომ ან რაღაც ჩამოვარდება სათხე დავშენ თავს ან როგორ ხედავ ან რაგინ რა არის შენი ოცნება სულ რაც პირველი მომდის რომ ვიგრძნო თავი ბედნიერად იმით რასაც ვაკეთებ იმ ადამიანებით ვინც გვერდით ყავს და ან ეგ არის ამოსავალი წერტილი რა მაგით პლატფორმის პონჩი გამოგადგა პლატფორმის პონჩი გამოგადგა რაღაც ეს მხოლოდ თან გამომადგა და თან ხელი შემიშავა შენ იმას ფსიქოლოგიას მაგრა დაარტყა აშკარად აი ლინკება მაგრამ ისე წესით უნდა გამოგდგომოდა ხო მე 3 წელი თუ 4 წელი უკვე ამას ვაკეთებ და ვცდილობ რომ ვიდეოებიც გვაქვს რაღაცები გვაქვს რაღაც მაგრამ მაინც ლინკები იმასთან რაც ვიყავი რა და ძნელი არის მაქედან ანუ ვერ გამოხდი ბოლომდე ძნელია მაქედან რომ დააწინო ორივე რომ მიცხო აი არ ვიქნები მართალი და უნდა მოვატყუო ყველა ჩემი თავის თამადობით და არ მინდა ეგრე ცხოვრება აი გონდიშა ბუღალტერიც არის ხა ოქტოპუსზე ვარა გავაკეთოში მაგრამ მიჩვენე რომ რამე ნებისმიერი საქმე ჭურჭელი გავრეცხო დავალაგო რამე ნებისმიერი სხვა რაღაცა გავაკეთო ვიდრე ისე სიმღერები ვიმღერო იმიტომ რომ გული მერევა ჭურჭელი გავრეცხო მაგალითად რა სადმე რესტორანში ჭურჭელი გავრეცხო რავი გევასებ რამშტაინი ვაფშე თუ გევასებ ძიმეროკე ხო აქვთ ეხლა რამშტაინის რა ძალიან სხვა არ ვიცი მაგრამ კონცერტი იყო ხო და ეხლა ხო იმის აპრული რაღაცა რა კონცერტი იმართება ბევრმა ეგრე დაანონსა რომ იდეაში რამშტაინი ჩამოდის რამშტაინი რეალურად ჩამოდის ლინდემანი ქვია ჯგუფს რომელიც აქვს სოლისტი ვინც არის ლინდემანს ხო მეორე ჯგუფიც აქვს და ზოგადად დახურული ივენთებივით აქვს ხოლმე რა კონცერტი რაღაც ეგეთი რა და ეგ ჩამოდის იდეაში რა ეგეც იმაზე დავიწყე რა ქვია ბენდს რო შენი სახელი ქვია просто იმასაც ცოტა ეგოისტურად აქვს სახელი დარქმეული მაგაზე ლინდემანი პირდაპირ რა მეც დავცინი ჩემ თავს პირი ჩამოყვანილი ყავთ ხა აქ არის ჩამონაყვანი აი ის რა ქვია ცოტნესაა კითხვა კითხვა კი არ მაქვს პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა რომ ეს ყველაფერი გააკეთე რაც გააკეთე და მაყურებლის გასაგონად არის ეგ ყველაზე კაი რომ მეგობრებო არასოდეს არ შერჩეთ ისე ადგილას სადაც კომფორტულად არ გზნობ თავს რაღაცა ელემენტარული კომფორტის გამო იგივე აი მაგალითად კონცერტები უფრო მეტი ქონდა ეხლა დარწმუნებული ვარ იმ პერიოდში დადაპატიჟე ხო მაგრამ ნამდვილად არ ღირს არანაირი შემოსავალი იმათ რომ რაღაც კუთხით საკუთარი თავი შეიზღუდო საკუთარი თავის კომფორტი შეიზღუდო და მაინც ტრიო მანდელზე რას ფიქრობ მე მაინტერესებს აი როგორ ხედავ 5 წელიწადში აი რას ფიქრობ რომ აი რამდენად შეიცვლება ანუ ნახე შენ როგორ წარმატებას მიაღწევ ნუ ეგ რა თქმა უნდა ეხლა შენზე არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული და შეიცვლება თუ არა საქართველოში სიტუაცია ხო უკვე მაგ კუთხით ანუ 36-ის რო ვიქნე რომ ბენდებს ძალიან ცუდად აქვს საქმე საქართველოში ხუპები ხო საიდანიც მართლა ხუპებია მართლა ხუპებია საიდანიც მართლა საიდანიც კაცებთან იტყოდი არა ხუპები არ მითხრა რომ გამოიცანი გთხარ არა გამომიცნია მე მაინტერესა ძალიან ზოდიაქოების имас კითხულობ ხოლმე როგორ ეწყობიან ერთმანეთს და ძალიან მაინტერესა მაგდებილობას იტყოდი რუსანი და თუ რასთან ეწყობი თუ იცი კარგად არიცი აი სასწორთან შოთა შორის ძალიან კარგად ხო სასწორი ვინ არის სასწორი ვინ არის სასწორთან ძალიან ეგრე წერია ხო რა აი კითხვა დაუსი ადამიანს გააცადებას 5000 წლის მერე რას ფიქრობ და მაგას ვეუბნებ ურჩევ ჰოროსკოპის მიხედვით შესანიშნავია მეთქი მეხსნება პორტალი რაღაცის ეტალი შედის რაღაცა ეხლა ცოტა ხანში რა ხო რა ცოტა ხანში შევა ის იუპიტერი ვენერაში და თვარიდან გამოვა ეტლი და ხო სხვა თქვენ ეტლი უკვე კაი 26 წლის ასაკში რო ვიქნები ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ვიქნები კმაყოფილი ნახევრად მაინც რომ ძალიან ბევრგან დავუკარი და კიდე ძალიან ბევრგან მაქვს დასაკვრელი ყველა ადამიანი ცოცხალია ვინც მიყვარს და იმედია რომ გვაქვს სცენები სადაც დაკვრა ყველა სასწორი ცოცხალია ვინც მიყვარს
და არის სცენები, სადაც საქართველოში შეიძლება დაკვრა. და უკეთესი პირობები ექნებათ მერე და მერე ვინც დაიბადებიან და გაიზრდებიან, ვიდრე მე მქონდა ან ჩემ წინა თაობებს ქონდათ. მან კუთხით წარმატებებს გისურვებ, იმიტომ რომ ჩვენც როცა YouTube-ი დაიწყო თავიდან რო ვაკეთებდით, ცარიელი სივრცე იყო და არავის არ ქონდა სურვილი შესვლის და რაღაცეების, მაგრამ განვითარდა დრო გავიდა და ეხლა შემოდის ხალხი და ასევე მგონია რომ შენი და მსგავსად შენი აი ისეთივე ხალხის ვინც ამ სფეროში მუშაობს, თქვენი დამსახურებით გაცილებით უფრო წინ წავა. ექსპერტო ვიღაცებს უწევთ ხოლმე გაკვალვა წინ. ხო, პირველი ვიღაცა უნდა გაიაროს თողში, რომ მე შენები გაყვნენ უკან. ეგეთი სფეროები რაც ცოტა მივიწყებულია, იმას შევა რა ქვია. ნელ-ნელა აშკარად აზემოდის აქეთ რა. და გაიარა. იმას არ უყურებ აუცილებლად გერმანიაში არ უნდა გავარდე და საკრავად ჩემი აზრით. გერმანიაში უნდა ადამიანს არა, კაია გერმანიაში და საქართველოს ზემეტად არაფერი არ მინდა საერთოდ. მაგრამ ხო, რაღაცა უნდა მეთქვა. აუ ისინი არ გევასება ბარებში რო უბრახუნებენ ხოლმე? არ უკრავ არსად მე ეგრე? კი, როგორ არის? მართლა? ანუ ორი ლაივი რაც მქონდა, ორივე ბარში იყო. საიცმობას გავს როგორ მოახერხე? რომელ ბარებში დავდივარ? როგორ მოახერხე? არ ყოფილი ხოლო და პირველი იყო იმაში ლაუბარში იყო ბოლო. ლაუბარში იყო მართლა? კი და პირველი ლაივი იყო იქ რა ქვია. როგორ არ ვიცი შეჩემო? დედაინაში კი არა რუსტერში. რუსტერი არ მახსოვს თორე ლაუბარი. დედაინაში რო არის ღია სცენაც რო არის. ხო, ანუ ზემო მხარეში. ზემოთ, ხო. ხო, გამახსენდა ხო, რომელიმე ბარში თუ დააპირებ აუცილებლად მოვდივართ ბარში. როგორ არის? ჩაგამატოთ. ინსტაგრამზე. კარგი. ეს გუნდიშა იზამდა მე რო არ მექნა, მე გუნდიშას პრევენციის მიზნით. ცანცარა ხალხი ხარ. რამე არ ვინ თქვენი ყავით კარგად. მე ნაფიქრი მაქვს უკვე დიდი ხანია მაგაზე. თქვენ უსუყურებთ YouTube-ზე? YouTube-ზე ვისუყურებთ. ან ვის მირჩევდით, რომ ჯერ ეხლა ახალს და დამწყებ მაყურებელს? შენთვის რა არის საინტერესო? ან მაგარი არის, ეხა შენთვის რა. თან აი ანტიდეპრესანტებს რო სვავდა რაღაც მაგონში ეუბნები რა. ოქტოპოს ჩაუჯექი გაერთობი. თქვენ გარდა. ოქტოპოსის გარდა. სამარილე არის ერთ-ერთი. მე ვისუყურებ ხოლმე YouTube-ზე მე ბოლოს კაკოს ვიდეოს უყურებ ხოლმე, გამისწორდა რაღაცეები რა, ბევრი ძალიან არა. იმ გიჟარსებას უყურებ კიდე. ახარას. საერთო კაც. კიდე ვისუყურებ. ჰიტას ვიდეოს უყურებ ხოლმე კიდე, ჰიტაც მევასება. აი, ოღონდ საინტერესო ის თუ ქონდა ხოლმე ხანდახან სათაური და რაღაც მევასება. მაფია თუ გევასება შეგიძლია უყურო ხოლმე. გამიგე, არა, არ მაქვს ნახე. მეც არ მაქვს ნახე, მე რაში წავიდე, არ მაქვს ნახე. მაგრამ ძალიან პოპულარულია და ვიღაცებს ვისაც ევასებათ, ძალიან სიამოვნებით მაგის ყურება რა ვიასწორებს. მეც არ მიყურებია პროსტო. YouTube-ში რთულია რაღაცა გირჩევ. შენი თუნდა იმას რა ჩაუждდე და იპოვო რა გაგისწორდება თორე. თქვენ რა გადაწყვეტეთ რომ დაგეწყოთ YouTube-ერობა? ან მე არ გადამწყვეტია მაგალითად. ეს ჩემი ბედოლათის მაკაცები ადგნენ და დაიწყეს რაღაცების გადაღება. ნუ ყოველთვის ვიყავი ხოლმე სეტს უკან, ვაფშე ყოველთვის. ესენი იღებდნენ რაღაცას, მე უკვე ხალისობდი ვერთობოდი ხოლმე რაღაცა, თუ რამე იყო. მე მოდი გიორგი ეს ვეხმარებოდი ხოლმე რაღაცა იმაში, ხო, თავიდან, აბა ეს ქენი, აბა ის ქენი რაღაც. მე უკვე გამოვიდა რომ მოდი კადრში აქ დაჯექი. მოდი აბა ერთ-ორი სიტყვა. მოდი ეს თქვი. რაღაც და მე მაქედან ნეონელა ხო. ხო, ჩვენ ვაკეთებთ უკვე მე-8 წელია. საძმაკაც YouTube-ზე ვარ. საძმაკაც ვაკეთებს, აი რაღაც ისე გამოვიდა. სამარილე არის მე-13 თვე დაიწყო. ამ ვიდეოთი დაიწყო უკვე. ბავშვი ბიჭო, აი. ხო და ის რა ქვია მაგას. რატო დავიწყო? გართობის პონჩი, ანუ ჰობი იყო რა. თავიდან ვაფშე არანაირი იმედი არ მქონდა რომ რაიმე 50,000-ს რო ვწდებით, სამარილის დავიხატავ. სადმე? ცოტა ორივე დავიხატოთ. დაიხატე რა. დავაი, ოქტოპუსი მაქვს ხო? ოქტოპუსი არ დამიხატე. ხო, აი, ოქტოპუსს დავიხატავ ჯერ 50-ზე ავიღე და სამარილეს. შენ არ გაქვს ტატუა თუ ესენი გაქვს მარტო? მე მაქვს ეს ცუდაჯო. ეს მაქვს. უიერინერ. შეგილი მაქვს. ესეთი წარწარა მაქვს და აქ მაქვს ესეთი რაკეტა. ორის რაკეტას გავს უხაროთ. კაი, არ დაიწყო სკანდალი თავიდან გიორგი. რაკეტას გავს, ვის რაკეტას გავს? ერთი ძიმე ისტორია ქონდა ოქტოპუსზე და ცუდა ჯირას ნიშნავს. ფოტონე და ჟორჟი. მარტის მოწვარო. ცუდა ჯი.
მართვის მოწმობა რო ავიღე. მაინც ქართულად გაწერია? აა. ჭი ხო არა წერია მეთქი გოჩოლეიშვილსაც დავამთხევდი, მაგრამ ჯოჯოლეიშვილი. მართვის მოწმობა რო აიღე, დაამთავრებია და კინაღამ ჩავიჭერი, იმიტომ რომ მარცხნივ რომ მითხრა, ეხაც მარცხნივ და მარჯვნივ გამოსკენ. მარცხნივ რომ მითხრა, გაუხვიეო, მარჯვნივ ვაპირებდი და აი ძალიან ისეთ მომენტში, მოკლედ მე შლება მარცხენა და მარჯვენა და გადაობა იყო. ჯ მარჯვენა და ც მარცხენა. ხო. მოდამო არ დავიწყე. ლოგიკური იქნებოდა, აგერებოდა მაინც. და ეს გენეტიკურია, იმიტომ რომ მამა ჩემს ასე. მოდამო რო დაეწერა, ეგ უფრო მაგარი იქნებოდა მე მომეწონებოდა. ხო, გაიგოთ ხე გაერთეთ. აი, მე აღარ ვარ. ინსტაგრამი გაცვალეს ბავშვობა და მე ხმას აუღები აღარ ვარ ერთი თელი კონცერტი ბოლო 2 დღეა თუ 3 მე იმაზე მევალ ერთ გიყურებთ ვიღიღინებ იქთან რომ დაუკრავს ესა იქ რაღაცა ხო არა მან ველოდებით მართლა უეჭველი დრამს ვერ დამაკვრევინებთ ერთი ვერ დამარტყმევინეთ რა აუ რა მაგრამ დაიც რო აი ცოტა მაინც რო ვიცოდე მაგარი მუღამი მაქვს და შენ თუ დაგევასებე ჩვენი სიმღერები მოდი ჩვენთან კი, მართლა გაგვაგებინე ის თუ თქვა ბარში სად იქნები რაღაცა, მინიმუმ სიმღერები თუ არ მოგვეწონება, დავლებთ მაინც მე და მაგისთვის ისედაც დავდივართ ხოლმე ბარებში და ხო, არა, ყველა ვარიანტში კი, მე სიამოვნებით გესტუმრებით თუ ხშირად ხოლმე ეგ ისინი თუ არა? ძალიან იშვიათად. იშვიათად? აი, რატო არ გაქვთ თქვენი ინიციატივის გამო თუ არ არის ხალხი ვინც სადაც შეგიძლია რომ მოაწოდოთ. ძიმეს უბერავთ თუ ამოვიღებ ერთ ცალს ტაბლეტს დავამატებ. ძალიან ისეთი საკითხია. რა ხდება, მითხარი, იქნება დაგეხმარო. საკითხია და აი მაგის ჩაშლა, მაგრამ თავი იცი რა არის? მარტივად მითხარი, უცებ აი ორს. პრობლემები არის ხოლმე ხანრის. იმათი მხრიდან ვისაც უნდა მიხვდა? ოკეი. გარე პრობლემები და რაღაცა შეგვიძლია. თუ რამე შეგვიძლია რომ მოვაგვაროთ, არა, დარეკე. ამას იარაღიც უდევს მანქანაში რომ მანქანის ნომერი რო თქვა XX სხვა შორის ბაიკის პრავის აღებას გეკმო მარჯვენა და მარცხენა დაამუღამე თუ ესე მეჭირება და ესე ვიქნებ ხელთათმანები გადგება მან რა თუ ეგეთი ადგილი რო გიფარავს მინიმუმ უნდა ისინი ხო არის აქ ამოჭრილიანი კი ხო არის ეგეთი ღია ისე იქნება შეიძლება გაგიგო ამას პლაცაცია მოno არ არის მაგრამ კოვიდის დროს რომ ის ქონდათ ამოჭრილი სიგარეტი ეგეთი რაღაცა ეგრე უნდა ამოჭრა ძალიან მარტივია მართლა პრავის აღება ძალიან მარტივია დღეს ქალაქში მოტოციკლისტარება ურთულესია ალეწილ ხარ? ხუჯერ. მართლა ბევრი. ხო, ხუჯერ ვარ წაქცეული სულ. ოღონდ ბაიქზე რამდენი წელი? 10-11-12 წელი ვარ და პირველ წელს ვარ 5-ჯერ წაქცეული. მე იმის მერე აღარ. ოკეი. საერთოდ, ანუ თავი დასაწყისი ეძნები. ანუ უეჭველი წაიქცევი, რაც არ უნდა, კაი ტიპი იყო. დღესაც არ ვფიქრობ საერთოდ. მოლოდინის არ კონდეს რომ ისე გაივლიო. შეიძლება დასრულდეს წაქცევით, იმიტომ რომ ორ ბორბალზე დგახარ, აი არ არსებობს რა. აი ჩვეულებრივად და შეგუებული უნდა იყო ამას და ისე რა მარტივად. იგენა ზოგი რო ხო არა ეგრე არის ხო მოტოს ორ ბორბლი მე ხო ველოსიპედით რო დავდიოდი ცოტნე დადიოდა ხო ველოსიპედით ძალიან დიდი ხანი დადიოდა მართლა ველოსიპედით იქ რა ქვია ვერაზე ცხოვრობდა და ვაკეში მუშაობდა და დაგორავდა ხოლმე და იდეალური პერიოდი ჩემს ცხოვრებაში აბედნიერი ნამყოფი ხარ დათვი რო ველოსიპედზე ზის ხოლმე მაშინ არ ვიყავი ხელა გიორგი მაშინ იქნებოდა 1-30 კილოთი ნაკლები არა მატრაკებ 10 ხო დავიკელი 20 ძალიან кай კადრები ხო თემქაზე იმაზე მთელ ქალაქში აი ძალიან კომფორტულად გადავადგილდება არის იდეალური ტრანსპორტია დღეს მაგაზე იდეალური რაღაც არ არსებობს მოტოციკლებზე კარგი ვაფშე დღეს ქალაქში ასე რომ მოპედი. რა ჯობია მოტოს რა ვავიღო პირდაპირ თუ ის მანქანის და მაგრამ მე მაინც მომიწევს ხო ჩაბარება იმაზე მოტოზე. შენ ორივეზე მოგიწევს შენც ორივეზე მოგიწევს ეხა B კატეგორია ხო გაქვს? ანუ პირდაპირ ასაღებაში ხო შემიძლია? კი. თეორიასო ჩააბარებ ეხა შენ პირდაპირ გახვალ აზე, მაგრამ B კატეგორიის მანქანას რომ მოგინდება, კიდე თეორიაზე გახვალ, ორჯერ უნდა გავიდე. და მაგას არ ჯობია 200 ლარი გადავიხადო ხოლმე კატეგორიის არ ქონის? კატეგორიის არ ქონის 200 ლარი ჯობია ცოტნე. კაი, აზე გავალ მაშინ. ხო და ის მოპედი ბევრად კაი ტრანსპორტია ვაფშე დღეს რა. თუ მაინდა მე სპექტრობი, აი ყველაზე კაია ცოტა. მოპედი კაი. კომფორტის შექმნა თუ გინდა რომ აი კომფორტულად გადავადგილდე მოპედი ჯობია, თუ გინდა რომ აი მე ვიკაიფო ჩემ თავს და აი ჩაფხოსო დაიფარებ და ყველაფერი ჩუმდება ირგვლი ხო ის
და გავიდი და გავერთე, ну მოტოციკლიც არაფერი არ შეიძლება მაგ შემთხვევაში რა. თერაპია, ანტიდეპრესანტი, თერაპია, რაღაცები, ყველაფერი არის, საერთოდ აი რო ჩამოიფარებ, რომ გადაქოქავ. Просто უნდა იცოდე, რომ ძალიან აბასნია რა. მართლა დღეს აი ის ავარიები რაც ვნახეთ ეხლა, რაც ქალაქში ხდება, ისა ჩელენჯი გაქვთ თქვენი რომ ორი ზოლი უნდა გადაკვეთოს ვიღაცამ უეჭველი, რამდენიც გინდა, ბიჭო, რამდენი. მარტო აი მანქანით ვერს არ დავდივარ, არც მოტოციკლით არ მოძრაობ ვერს. აი რამდენი მხვდება, იცი რა, რომ ვიღაცამ ორი ზოლი გადაკვეთა, გადმოვიდა, სანაპიროზე მინთებდა, ამასთანავე ვიღაცა ჯიპი ჩუვაკი რა, ბრადო იასნია რა, იქნებოდა. მინთებს და თან ჩართულია კაკეთა. გადაკვეთა შევარდა ლუკოილზე შეჩერდა. მაგალს ხო იცი რა მინდა რა უთხრა. ბოდიში სოფოსთან მაგრამ ნიჭიერი კარგი. ორი კარგის ეს მორიდებით საშინელსა, სიარული საშინელება ოროვლიანი ტრანსპორტი დღეს მაგ პონჩი რა, მაგრამ თუ ფრთხილად ექნები კაი. კალგარი თუ გახვალ თერაპია რა. ერთი თემა გქონდა ის ნახე, კალიფორნიის ხო რაღაცა ის ხელა. გთხოვთ დროებით კრიმინალს ნუ ჩაიდენთო კალიფორნიის პოლიციამ გამოგიმასქნა. იმიტომ რომ ძალიან ცხელაო და ყველა არის ოფისში შეყოლული, მანქანა საუნას გავუსო შეიძლება. კალიფორნიაში მაინც არჩევს კონდიციონერი გიორგი ახლა შენიჭირი მე. როგორც ხელად არ მოიდინეს, იმენ რომ კონდიციონერი არ გაგრილებს მანქანაში. მე წარმომიდგენია დღეს მქონდა ეგეთი შეჭა. არ გახსოვს რომ მოდიოდი შეჭმა. მაგრამ ძალიან იწოდა ხო ყველაფერი. ხა რომ უნდა გავიდე გარეთ, მაგრამ მეზარება. შეგიძლია ცოტა ხანი კონდიციონერთან. კი, უეჭველი. არ არის მოტოციკლით რომ მოვდიოდი, ცხელი ჰაერი რო გიბერავს აი. არა, გადასწორდა. არაფერი რა სიჩქარესაც არ მოტახი და მნიშვნელობა არ ქონდა. მოკლედ ეს თამაში გვაქვს ცოტა მაიმუნობა. თამაშიც არ ქვია დაჟე. ბლიცი. სადაც დაგისვამთ კითხვებს და დავასკვნით მდიდარი ბავშვობა ქონდა თუ ხარ. ისე გაეცინა რომ ჩვენზე ღარიბი ბავშვობა ქონდა. მე გუნდიშა ჯერჯერობით რეკორდსმენები ვართ მაგაში. ხო, 99-იანი შეიძლება. რამდენი 8 კითხვა, ხო? 8 კითხვა. და 20-ზე მეტი თუ არის დადებითი, მაშინ მდიდარი ბავშვობა. ხო, 99-იანისთვის ის არის რა. 99-იანისთვის ხო, ეს უფრო 90-იანი. რა მითხარი საცხოვრებო? კორპუსში. არა, უბანში. მოსკოვის პროსპექტზე. მოსკოვის პროსპექტზე. სამწუხაროდ. წეგანი ეგ კითხეს მქონდა ეგ მაშიო თუ იმაშიო და კორპუსში. ბავშვობაში საკუთარი საძინებელი თუ გქონდა? თავს მარტო მე მეძინა? ხო, საკუთარი მაგას ვქია. სახლში ერთზე მეტი საპირფარე შო თუ გქონდათ? არა. საპირფარე შო, ესე რო ეკითხა. საპირფარე შო? შენ სახლს დასრულებული სხვენიან სარდაფი თუ გქონდა, ამაში გულისხმობ რამე ისეთი ადგილი თუ გქონდათ რა, საწყობივით რამე ეგეთი მოწყობილი გქონდათ? კი. რაღაცა ერთი ოთახი იყო, სადაც ოთახი თუ რაღაცა, სადაც ეგეთი კამპოტები და რაღაცები ინახებოდა. კამპოტები გქონდა ბავშვობაში? всё, დიდარი ვიყო. კამპოტები. მშობლებს თუ გქონდათ სამუშაო კაბინეტი ან ოფისი სახლში მოწყობილი, გასაგებია? მაგას ყველაზე ეცინება უიჭველი მაკითხვა. აი ხო 99-იანი რო არის ამ კითხვასა. სკოლაში ფულს თუ გატანდნენ? კი. რამდენს მაგით ვადგენთ ხოლმე მე მიდეცოდნე? აი ენა ღირდა ხოლმე 50 თეთრი და მატანდნენ ხოლმე 50 თეთრს, მაგრამ მეჭამა ენა. ხან ლარს მატანდნენ. ენა გევასებოდა? იცი როგორ? მართლა აუ ენა ხო ის არის შაქრიანი. ხო ეს შაქრიანი დებილობა. ხო არასდროს არ მიჭამი, იმიტომ რომ ენა მე ხორციანი თუ არისო არაფერს არ ვჭამ. არ მევასებოდა მაგრამ. ლობიანი ლორიხი ყიდებოდა ზემოთ საცხობში მე მგონი. აუ ლობიანიც მაგრა სწორად. ჩვენთან? ზემოთ დოდობაში ესთან ამბო? აუ მან მაგარი კაი ისინი ქონდათ. ლობიოს რულეტი. ლარიანს გადა მაქსიმუმი? რა. მაქსიმუმი გატანდნენ ხოლმე. რავი, ლარი ალბათ ბავშვობაში. ლარი? რამდენი გაგიტანიან სახე. ლარი ჩემო კარგო ცოტა, მაგ ლარი. დროს ქაღალდის ლარი. არა, მე 5 ლარს მატანდნენ დაჟე. 50 თეთრიანი იყო, ყავისფერი ეგ მახსოვს. მაი ხო, მაშინ მე ქაღალდის ლარიანი იყო მაშინ. ლარიანს მიიხადა? ბიჭო, ფიროსმანი ხადა ლარიანზე, 2 ლარიანზე ზაქარია ფალაშვილი, 5 ლარიანზე ჯავახიშვილი, ხატია. მე 10 ლარიანზე ჯავახიშვილი, ჭავჭავაძე. წერეთელი არის 10-იანზე, 20-იანზე ჭავჭავაძე და 50-იანზე თამარ მეფე, 200-იანზე ხატია, კაკუცა ჩოლოყაშვილი. ნაიში. კაკუცა მოგუშალოს ღმერთმა რას ლაპარაკობ. 500-იანიც გვაქვს? დარწმუნებული ხარ? ბანკის არის საკოლექციო ისინი რო არის გამოსული? იმაზე?
მე სანამ ნელა რო წამოვიზარდე, მე სულ აგროვებდი ხოლმე ფულს და მქონდა ხოლმე ფული რა, სკოლაშიც მიმქონდა. ჩემი. ენას აღარ ყიდულობდი ხოლმე და მე უკვე ენა აღარ იყო, ლობიანი და პიცა და კოკა. აი ბუფეტი ქონდა სკოლაში? არა. რა თქმა უნდა. აი ბუფეტი სკოლაში მითია თუ ხო არის? დასაწყისშივე, ეხა მაგალითად აქედან რომ მიდიხარ რა, დასაწყისშივე ხელმარჯვნივ არის რაღაცა პატარა სკოლა და მე ერთ დიდი სკოლა რო არ ცოტა იქ. 124 და 93. იქი დიდი სკოლა რო არის, მე სწავლობდი? მე ვსწავლობდი პატარა სკოლა, რომელიც 93 შედა. დასაწყისშივე რო არის? ხო, ჯერ ეგ სკოლა არის და მე არის ის 124. 93 ის დიდი მაგარი სკოლა არის ცოტა. როგორი მოსწავლე მამა ჩემო. ეგ 124 დიდი სკოლა. როგორი მოსწავლე იყო? ძალიან კაი. ხო. რაღაც მომენტამდე მე როკს მოусმინა და მე მოусმინა როკს. გარაჟი თუ გქონდათ? კი. მამა ჩემს გქონდა გარაჟი. სამი ხო? ერთი და всё. არა, ეხა შეიძლება რომ დიდარი გამიჩითო? შეიძლება, შენ არ იცი, მაგრამ გინდათ ჩემი ბარათი გაიცნათ. შეიძლება აღმოჩნდეს. რაიმე სახის კომპიუტერული გაჯეტი არ ნამე უწყობილობთ უკვე მობილური. არა, მაგწელს ექნებოდათ ეხა ეგ 90-იანი. შევაფასოთ, ეხა იმას რა ქვია, რომელში იქნებოდა ეს ეხა შეიძლება. რომელ წელს? 6-ში, 7-ში, 8-ში რა ტელეფონი ქონდა? 6-ში შეხვედი თუ 7-ის სკოლაში? 6-ში. ანუ 2005-ში. მაგდროს უკვე კანონი იყო რა, 6-ში ქონდა რაღაცა გქონდა. რა ტელეფონი ქონდა პირველი? ტელეფონი 6 წლის რო ვიყავი არ მქონდა. პირველი რა ქონდა? პირველი მქონდა აი ესეთი ასაწევი ტელეფონი რო იყო Sony Ericssonis ბატონო Sony Ericssonis ფერმეს რო გახსოვს ღარიბი ხარ. დასასვენებლად თუ დაგიდი ხოლმე ყოველ ზაფხულს სოფელში. რამე კურორტზე მეთქი ეგრე უნდა მეკითხა, მაგრამ შეიძლება სოფელი კურორტზე. ხან ერთ სოფელში, ხან მეორე სოფელში. ორი სოფელი ქონდა? კი, იცი რა მაგარია? ვაიმე, მილიონერი, სად ქონდა სოფელი? დედა ჩემის ხარი არის თიანეთი და მამა ჩემის ხარი არის ქართლში, კასპის რაიონი, სოფელი ქვემო ჭალა. კასპები ხარ? მამით. აგემეტები. რას ერჩი კასპელებს? რას გვერდში? რას ერჩი? მე რა მეთქვი რომ გერჩი მეთქი, ვაიმე რას მგადრეთ. კაი, მოკლედ, დიდი მადლობა მშვენიერი დღე გამოვიდა, ჯერ არა. კაი. ჯერ ერთი ვალდებულება გაქვს შესასრულებელი სადღეგრძელო სახით, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, მადლობა ჩვენს წარდგენს ლუდისას, მადლობა ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას და აქვე მინდა გთხოვო, რომ ზოგადად სტუმარს ერთ სადღეგრძელოს ვათქვევინებთ ხოლმე და თუ შეიძლება რომ ერთ სადღეგრძელო შემოგთავაზო და მე უკვე გავაგზავნოთ кейფი კადასტრა. ჭიქა მიაწოდე და მე შენ დალიე. გავაერთიანებ ორ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. შეიძლება. ნაკურთხი, კი, დალია. მე ვიტყვი ასეთ სადღეგრძელოს, ძალიან მოკლეს და კონკრეტულს თავისუფლებას და ბედნიერებას გაუმარჯოს. გაიხარე. გაიზარდე. გაიგო რო უფრო. იცოცხლე. გაიზარდე. დიდი ვარ ახლა ბიძია. ბიძი ახლა მანდ როგორ არის იცი თავისუფლების ამბავი? რა წლის ვარება მე? შენ ალბათ 32. კაი, ეს რამდენი წლის არის? ეგეც ეგრე? ჩე? ნო, გამხელები. აი ხარ შენ. გეფიცების ტყუპები რაღაც უცნაური ხალხი არის რა. რაღაც ის. არა, სწორად მართლა? ეს ახლა ხდება სექტემბერში. 29-ში. საჩუქარი თუ გინდა. ალო, თავისუფლებას გამომწო, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ვაფშე მაგარი რა. მეგობრებო, თავისუფლებას თავისუფლებას ამ ეტაპზე ძალიან რთული სიტუაცია მაქვს საკითხით თუ იმჟელებთ და იმედია რომ ყველა იმ ადამიანს ვინც წავედ მე გეხოვით ვისაც თავისუფლება აკლია ამ მომენტში და ციხეში არიან ის ხალხი ვინც არ იმსახურებს ამ ყველაფერს რაზე ძალიან გული მწყდება ყველას უსურვებ თავისუფლებას და არ გეგონოთ აქ რომ ვზივართ და მუშა ეს ჩვენი სამსახური აქ პარალელურად მუშაობთ მაგრამ სული და გული თქვენს გვერდით ვართ მეგობრებო და გაგიმარჯოთ თქვენ გაუმარჯოს თავისუფლებას გაუმარჯოს მშვიდობას სულ ეს იყო დიდი მადლობა სოფო ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა ძალიან ვისიამოვნე და წარმატებებს გისურვებ მომავალში ყველანაირს და მეგობრებო გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და კომენტარებში აუცილებლად იაქტიურეთ აგვისტოს ბოლოს კიდე გამარჯვებულებს გვიყოლება კიდე რაღაცა ახალი სიახლეები რაღაცები
ერთი კითხვა გისმენთ? აი ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერათ რა. დიდი მადლობა გიორგი, იმედია ფეხს ამოკრავ და თავით დაეცემი სადმე. სულ ეს იყო, აბა კარგად.